რაზეც ვოცნებობთ და რაც ცხოვრებაში გვინდა ჩვენს კომფორტს მიღმა. ცვლილებები არა საფრთხე, არამედ განვითარების გზაა და ეს გზა მარტივია თუ რთული დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თუ რა ცოდნა, გამოცდილება და უნარი გვაქვს. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე და წარმოგიდგენთ აღზრდის პოდკასტს. და დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი, აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ინტეგრას ხელმძღვანელი ქეთი დალინკევიჩი. მოგესალმები ქეთი და მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ქეთი, ძალიან აქტუალური თემა არის ამ ეტაპზე. ახალ გარემოში როგორ ადაპტირდეს ბავშვი და თვითონ ეს სიტყვა ადაპტაცია ჩემი სუბიექტური აღქმით თითქოს უფრო მეტია ვიდრე სიტყვა შეგუება. შეიძლება ეს სიტყვა შეგუება ჩემთვის ცოტა ნეგატიურთან ასოცირდება, შეგუა რაღაცნაირად და აი რომ გაგვიშალო რას გულისხმობს სიტყვა ადაპტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ნამდვილად მეც გეთანხმებით, სკოლები იწყება, ბაღები, გამოწვევების წინაშე დგებიან მოსწავლეები და ასევე ბაღის აღსაზრდელები, შესაბამისად, ბევრი გამოწვევა შეიძლება იყოს, რომელთანაც გამკლავება უწევთ როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და თავად იმ ბავშვებს, რომლებიც მიდიან კონკრეტულ დაწესებულებაში. ადაპტაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, არ არის ეს მხოლოდ შეგუება, გეთანხმებით მაგაში. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტერმინი ადაპტური ფუნქციონირება, ხო, რამდენად შეუძლია ადამიანს იფუნქციონიროს ისე რომ თან იყოს ადაპტური გარემოსთან. ერთის მხრივ თითქოს ეს არის შეგუება, მაგალითად, ანუ გარემო, რომელიც არის ჩვენს გარშემო, რამდენად შეგვიძლია რომ აღვიქვათ ყველაფერი, კომპონენტები, რაც შედის ამ გარემოში და ასევე როგორ შეგვიძლია რომ ეს გარემო მოვირგოთ, ასევე საკუთარ თავზე. რაღაც მომენტებში ჩვენც მოვერგოთ, ისე რომ არ იყოს პრობლემა, ხო? ადაპტურობა და ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სკოლის ასაკშიც, რა თქმა უნდა, და ბაღის ასაკშიც, იმიტომ რომ გარკვეული სიახლე წარმოიქმნება, ასე ვთქვათ, ადამიანების ცხოვრებაში, თუ მანამდე ბავშვი არის სახლში, მშვიდ გარემოში, მშობლებთან, აღბრძელებთან, რომელიც მას ეზრუნავენ, ძიძებთან, მაგალითად, ან ბებია-ბაბუებთან, შემდგომ უკვე უწევთ ისეთ გარემოში შესვლა, რომელიც მათთვის არ არის ნაცნობი. ან იგივე სკოლის ამბავი, ხო, პირველი კლასიც არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვს უწევს ასევე სკოლის ან ბაღის შეცვლა, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც მიდიან კონკრეტულ დაწესებულებაში რაღაც პრობლემები იქმნება ზუსტად ადაპტურობასთან დაკავშირებით და მერე მშობელს უწევს გადაწყვეტილების მიღება, რომ გადაიყვანოს თავისი შვილი სხვა დაწესებულებაში. ადაპტურობისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლის ჩართულობაც, ვიტყოდი როგორც ბაღში, ასევე სკოლის გარემოში, მშობლის ჩართულობა და ნუ რა თქმა უნდა თავადის პიროვნება, რომელიც არის ცენტრში ამ ყველაფრის. ხელშეწყობა ნიშნავს ასევე ხელშეწყობა ადაპტურობასთან დაკავშირებით მოიცავს ალბათ იმასაც, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მხარდამჭერები, დასრულები, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, მხარდაჭერა მასწავლებლისგან და მშობლისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადაპტურობასთან ასევე კავშირშია სოციალიზაციაც, ხო, რამდენად შემიძლია ჩემს თანატოლებთან და ზოგადად სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება და მათთან სოციალური ინტერაქციის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება, მეგობრების შეძენა, მათთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა კომპონენტი შეიძლება არც გამახსენდა, ეხლა ესე უცბად ჩამოთვლის დროს, თუმცა ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ადაპტაციასთან არის კავშირში. გარემო, სადაც მიდის ადამიანი, როგორია ეს გარემო, რამდენად კეთილგანწყობილი ხდება, წინასწარი განწყობა რამდენად აქვს ჩამოყალიბებული, ცუდ რამეზე ფიქრობს ახალ გარემოსთან დაკავშირებით, თუ მაგალითად დაახლოებით უკვე უთხრეს სად მიდის და აქვს წარმოდგენა და შესაბამისად არც ისე ნეგატიურად არ ფიქრობს. ზოგადად ძალიან ადაპტაციასთან მნიშვნელოვანია შფოთვის შემცირება, ხო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანმა რაღაც არ იცის, მოდის პირდაპირ შფოთვა. არ ვიცი რა მოხდება, არ ვიცი რა მოლოდინი მქონდეს, შესაბამისად პირველი ემოციური რეაქცია არის შფოთვა და ზუსტად მანდ არის მნიშვნელოვანი მშობლის და მასწავლებლის ჩართულობა, რომ ეს შფოთვა რაც შეიძლება შემცირდეს და რეალურად დაინახოს მოსწავლემ, რომ არაფერი არ არის საშიში და შფოთვის მიზეზი რეალურად არ აქვს. კეთილი. ქეთი, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილებს შეეხეთ და ცალ-ცალკე გავყვეთ ბაღსაც, სკოლასაც და სკოლის ცვლილებასაც. არის შემთხვევები, როდესაც მე თვითონაც ხშირად გამიგია, როდესაც მშობელიც და პედაგოგიც თანხმდებიან იმაზე, რომ მშვენივრად გრძნობს ბავშვი თავს ამ ახალ გარემოში. მშვიდად არის, შეიძლება უინიციატივოა, მაგრამ ძალიან მშვიდად არის და მინახავს, როდესაც ბავშვი
ძალიან მოულოდნელად, აბსოლუტურად თითქოს ერთი შეხედვით მსუბუქ სტრესორზე, როგორ ამოაფრქვევს თავის ემოციებს და როცა მშობელი და ზრდასრული მშვიდად არის, რომ თითქოს ადაპტაციას გადის, ძალიან ესე ვთქვათ, მწყნარად და ეტაპობრივად ყველა საფეხური დაცულია, უცებ დავინახავთ ბავშვის ისეთ მძაფრ ემოციებს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს ესე არ არის. აი, რას შეიძლება, გასაგებია რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, მაგრამ აი ეს რა არის ის ძირითადი კითხვები, ემოციური მდგომარეობა, რასაც აი ბავშვი ახალ გარემოში შესვლის დროს შეიძლება განიცდიდეს. ძალიან ბევრი საკითხია ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ჩუმდება სტრესის დროს, ზოგიერთი ადამიანი პირიქით აქტიურდება. ვიღაც ძალიან აშკარად გამოხატავს და ექსპრესიულია, ამბობს, რომ არ მინდა მან წასვლა, არ მომწონს, ძველ სკოლაში მინდა, ან თქვა საერთოდ არ მინდა სკოლაში სიარულიან იგივე ბაღში. ვიღაცები ამ დროს დუმდებიან და ყველაფერი, მთელი ეს ემოციური ნაწილი შიგნით მიმდინარეობს. ანუ თავის თავში განიხილავს ადამიანი და ეს მდგომარეობა ძალიან დასაფიქრებელი და ყურადღება მისაქცევია, იმიტომ რომ შესაძლოა ეგონოთ, რომ ჩუმად არის, სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება ესეთი რამ, რომ მასწავლებლები ამბობენ მაგალითად, წყნარად არის ბავშვი, პრობლემა არ არის, ხო? ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რას თulis მასწავლებელი პრობლემად, იმას რომ გაკვეთილი არ იშლება და იმას რომ მის ასე ვთქვათ პროცესს ხელი არ ეშლება, იმიტომ რომ ჩუმად არის ყველა, ან ვიღაც კონკრეტული მოსწავლე, თუ იმას რომ რაღაცა შეიძლება იყოს უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი. თუ ბავშვი ჩუმად არის, რეალურად ეს მოსაწონი არ არის, იმიტომ რომ ბავშვი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, უნდა იყოს აქტიური, უნდა აინტერესებდეს რაღაცეები, სვამდეს შეკითხვებს, ჰქონდეს мотиваცია რომ აღმოაჩინოს რაღაცეები და თვითონ ეძიოს, ინტერესი გამოავლინოს. თუ არის ჩუმად, კომუნიკაცია არის ძალიან მწირი, არ უნდა გამოხატვა საკუთარი არც აკადემიური, ასე ვთქვათ, მოსწრების და ცოდნის და არც ვთქვათ ემოციური ნაწილის გამოვლენა არ უნდა, პირიქით უფრო მეტად საყურადღებოა. მნიშვნელოვანია მიაქციოს მშობელმა ყურადღება, მაგალითად ხომ არ შეიცვალა ბავშვის ქცევა, ბავშვის ემოცია, თუ პირობითად არის ტრანზიციის პროცესი და გადაყვავს ერთი ადგილიდან, ერთი სკოლიდან ან ბაღიდან მეორეში, ხომ არ შეიმჩნევა რაღაცა ისეთი ცვლილება, რომელიც მანამდე არ იყო. იყო ბავშვი აქტიური, უცბად გახდა პასიური, მაგალითად. იყო უფრო გამომხატველი და ექსპრესიული, გახდა უცბად ჩაკეტილი. უნდა განმარტოვება და თავისთვის ყოფნა ოთახში ჩაკეტვა მაგალითად, თუ უფრო მეტად, ვთქვათ, არის ისევ ისე აქტიური, გამოხატავს თავის თავს, სოციალურია, არ უნდა განმარტოვება და ასე შემდეგ. გარდა ამისა შეიძლება იყოს აკადემიური ცვლილებაც, ხო, რომ მაგალითად აკადემიურად იყო კარგი მოსწავლე და შემდგომ რაღაცები გაუარესდა. აღარ უნდა სწავლა, აღარ აქვს мотиваცია. შეიძლება იყოს უფრო აგრესიული, ვთქვათ, უფრო უხეშად გამოხატავდეს რაღაცეებს, რაც მანამდე არ აღენიშნებოდა. ან პირობითად ქცევებში გამოვლინდეს რეგრესი. მაგალითად, რას ნიშნავს ქცევითი რეგრესი, ან თუნდაც ემოციური, ხო, რაღაც იცოდა, რაღაც უნარი ჰქონდა ადამიანს და შემდგომ უცბად თითქოს ეს უნარი უკან გადაიწია, თითქოს აღარ იცის. მაგალითად, დილით დგებოდა, თავად ემზადებოდა, იცვამდა, გახარებული მიდიოდა და უცბად ჩაცმის უნარი თითქოს აღარ აქვს და ვერ იცვამს თავის ტანსაცმელს. ან აღარ აქვს мотиваცია რომ აარჩიოს ეს ტანსაცმელი, აღარ ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყურება. არ აინტერესებს მაგალითად როგორი ჩაცმული წავა, წაიღებს თუ არა რვეულს ან წიგნს, რამე ხომ არ დარჩება. შეიძლება იყოს პირდაპირი პროტესტიც, უფრო გამომხატველი, ასე ვთქვათ, ექსპრესიული და უფრო ესეთი შთამბეჭდავი, რაც სხვათა შორის უფრო მეტად იქცევს ხოლმე ყურადღებას. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, თუ ყვირის ბავშვი, თუ რაღაცას გამოხატავს, უფრო შეიძლება მიაქციონ ყურადღება და ჩათვალონ, რომ პრობლემაა, მაგრამ თუ არის ჩუმად, შესაძლოა გამორჩეს როგორც მასწავლებელს, ასევე მშობელს და იმდენად, ვთქვათ, აღარ ჩაერთოს ამ საკითხში. სკოლის ადაპტაციასთან დაკავშირებით მახსენდება ესეთი ფილმი საოცრება, როდესაც ბავშვი შედარებით მთავარი გმირი მოგვიანებით მიდის სასკოლო სივრცეში, მაგრამ იქ არის ესეთი წესი, რომ რამოდენიმე შერჩეულმა მოსწავლემ უნდა გააცნოს ამ კონკრეტულ გმირს სკოლის სივრცე, გარემო დაათვალიერებინოს, მოკლედ აუხსნას სად რა არის, სკოლას რა პასუხისმგებლობა აქვს აი ამ ნაწილში, რომ თქვათ გავყვეთ ამ საკითხს, ბავშვი გადავიდა კლასიდან, სკოლიდან სხვა სკოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, იმიტომ რომ პირობითად ვინც მოდის ჩემთან მშობელი და მეკითხება როგორ მოვიქცე, თუნდაც რომ პირველ კლასში მიყავდეს შვილი.
ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ჩართულობა იმ ხრივ, რომ იცოდეს მოსწავლე, რომელიც მიდის მასთან, იცნობდეს მას, არა ის, რომ სახელი და გვარი ვიცი და საბუთები მაქვს შევსებული. ხო, არამედ ეს არ იყოს რაღაც ფაქტობრივი რაღაცების შეკრება და ბიუროკრატიული, არამედ იყოს მართლა გაცნობა ადამიანის, მისი პირადი საჭიროებების და ინდივიდუალურად ამ ადამიანის აღქმა. რა შეუძლია, რა არ შეუძლია, რა შეიძლება იყოს მისი სუსტი მხარე, რაში დასჭირდება უფრო მეტად დახმარება და მხარდაჭერა, რა არის მისი ძლიერი მხარე, რომელიც უნდა წამოიწიოს წინ, იმიტომ რომ თვითშეფასებაც ადეკვატურად ჩამოყალიბდეს და ვთქვათ არ მოხდეს თვითშეფასების დაბლა დაწევაც მაგალითად თუ არა აქვს ამის პრობლემა, შეიძლება ესეც მოხდეს, ხო, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში ამ დროს. ამიტომ ნახეთ, პირველი რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასწავლებელი კონკრეტულად დამრიგებელი, კურატორი, სხვადასხვა სახელები ქვია სკოლების მიხედვით, ხო, ადამიანი, რომელიც არის ზედამხედველი თუ გინდათ ესეც ვთქვათ კლასის. ეს ადამიანი უნდა იცნობდეს ყველა ინდივიდს, რომელიც არის მის კლასში. უნდა იცოდეს მათი საჭიროებები, უნდა იცნობდეს მათ არა მარტო აკადემიურ დონეზე, არამედ ემოციურადაც. უნდა ჰქონდეს კონტაქტი ოჯახთან. ასევე მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული და იცნობდეს მასწავლებელს პირიქით, ასე ვთქვათ, ხო, მშობელსაც უნდა ჰქონდეს ცოდნა, უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია მასწავლებელთან კვირის განმავლობაში რა ხდებოდა და მის შვილს რა სირთულეები ჰქონდა, ან პირიქით ვთქვათ, რაში იყო წარმატებული. მეგობრებთან ურთიერთობა აქვს თუ არა, საერთოდ აქვს უნარი, რომ მეგობრები შეიძინოს თუ არ აქვს ამის უნარი. ძალიან კარგი იქნება თუ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ სკოლა და კლასი. და რა თქმა უნდა, თუ თავისი დამრიგებელიც ეცოდინებათ, იქნება ძალიან კარგი, როდესაც იცის მოსწავლემ, რომ ეს არის ადამიანი, რომელთანაც მე მომიწევს ძირითადად კომუნიკაცია და ურთიერთობა. თუ რამე გამიჭირდება, თუ რამე კარგი იქნება, შემიძლია მივიდე და ამ ადამიანს გავუზიარო და ვენდო, რა თქმა უნდა. დახმარება ვთხოვო, მხარდაჭერა ვთხოვო, ან ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, რომ კლასი პირდაპირ არ იკრიბებოდეს და ყველა არ იცნობდეს ერთმანეთს პირველ სასწავლო დღეს, არამედ მანამდე იყოს კონტაქტი სივრცესთან და ასევე დამრიგებელთან, იმ ძირითად პედაგოგთან, რომელთანაც ექნება ბავშვს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია მშობელმა გააცნოს სკოლას და მასწავლებელს საჭიროებები თუ რაიმე აქვს მის შვილს, იმიტომ რომ ხანდახან ხდება ესეთი ფაქტი, რომ მშობელს არ უნდა გაზიარება იმის, რომ მის შვილს აქვს რაღაც სირთულე, ქცევითი მაგალითად, უჭირს გაჩერება, არის ჰიპერაქტიული. მიდიან სკოლაში, მერე მასწავლებელი აღმოაჩენს პრობლემას და მერე იწყება კიდე ცალკე პრობლემების, ასე ვთქვათ, მთელი ჯაჭვი, ქცევის ვერ მართვა მაგალითად, გარკვეული სირთულეები, დადანაშაულება ერთმანეთის, რატომ აქამდე არ ვიცოდით, რატომ არ თქვით, ან ასე შემდეგ, ანუ ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, ხო? ალბათ ძალიან ზოგადად რო ვთქვა, კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ კომუნიკაცია ნამდვილად გაგების დონეზე, რომ მართლა მესმის, მართლა გისმენ, მართლა ვიგებ რა ხდება შენს ისტორიაში და უკვე ვიაზრებ, ვინ მოდის ჩემს კლასში, როგორც პედაგოგთან, მაგალითად. და მშობლის მხრიდანაც ნამდვილი დაინტერესება და რეალურად ცოდნა, იმიტომ რომ მშობლებიც შეიძლება ეს ფაქტორიც იყოს მნიშვნელოვანი სკოლას სხვადასხვა რაღაცის გამო ირჩევენ. შეიძლება არ ეხება ეს ამ დღევანდელ ჩვენს თემას, მაგრამ დღევანდელი ცხოვრება არის ისეთი, რომ მშობლები მუშაობენ ძალიან ბევრს, საერთოდ არ აქვთ დრო იმისთვის, რომ იყვნენ თავის შვილებთან და ამის მეორე მხარე არის ის, რომ გააქტიურებულია, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების დატვირთვა, იმიტომ რომ ბავშვი არ იციან, სად წაიყვანონ, ლოჯისტიკურად მენეჯმენტი იმის, რომ მაგალითად სკოლიდან გამოვიყვანო, სადღაც წრეზე წავიყვანო, არ არის მარტივი, სამსახურიდან გამომდინარე, ამიტომ ერთ სივრცეში ყოფნა არის, რა თქმა უნდა, ძალიან კომფორტული მშობლისთვის. მეორე მხარე არის ის, რომ ძირითადად ყველა ბავშვი ძალიან იღლება. განსაკუთრებით დაწყებითი კლასებისთვის წარმოიდგინეთ, ეს არის სრული განაკვეთით მუშაობა, როგორც შეიძლება მე და თქვენ ვიმუშაოთ, 6-7 წლის ბავშვი მიდის და ზუსტად ასე სრული განაკვეთით არის დატვირთული რაღაც სივრცეში, რომელიც მისთვის არის უცხო. რა თქმა უნდა, იქ არის აქტივობები, რომელიც საინტერესოა და რომელიც შესაძლოა ნამდვილად ძალიან დამხმარე და კარგი იყოს მოსწავლისთვის, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი დრო. პირველკლასელებისთვის განსაკუთრებით თამაში ისევ და ისევ ძალიან აქტიური რამ არის, რაც სჭირდებათ და ასევე აი მეორე ნაწილი არის მშობლებთან კომუნიკაციის, იმიტომ რომ 7 საათზე როცა მოდის მშობელიც და ასევე
მოსწავლეთ სკოლიდან ძირითადად არავის აღარ აქვს იმის ენერგია, რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეგ არის ცალკე კიდე გამოწვევა, რომელიც გარდა ადაპტაციის შეგუების და ასე შემდეგ შესაძლოა ქმნიდეს პრობლემას, იმიტომ რომ ნახეთ მანამდე ვიყავი სახლში, კომფორტულად, შეიძლება მშობელი მაინც გადიოდა მუშაობდა, მაგრამ მე სახლის გარემოში ვიყავი და მშვიდად ვიყავი, უცბად საერთოდ სხვა სივრცეში წავედი, სადაც მთელი დღე მიწევს ყოფნა, გარკვეული აქტივობებია, რაღაცებს მეუბნებიან, რომ უნდა გავაკეთო, შევასრულო, ასე შემდეგ და მე დავბრუნდე სახლში, სადაც თქვათ მენდომება, მშობელთან კომუნიკაცია, მაგრამ მას შეიძლება ამის რესურსები არ ქონდეს. და ობიექტურადაც ქონდეს ამის მიზეზები, არ ვაკრიტიკებ მშობლებს, ძალიან რთულია მშობლობა დღევანდელ საუკუნეში, ძალიან ბევრი გამოწვევა, მაგრამ საჭიროება რაც აქვთ ბავშვებს არის რეალური კომუნიკაცია მშობლებთან, მათთან ურთიერთობა, ემოციური კავშირი და მხარდაჭერა, იმიტომ რომ ადაპტაციასთან დაკავშირებითაც, როდესაც არის სირთულე პირველი რგოლი ყველაზე მეტად დამხმარე შეიძლება ისევ იყოს მშობელი, რომელთანაც მივა ბავშვი, ეტყვის რა მიჭირს, რითი ვარ ცუდად, იტირებს, გამოხატავს თავის ემოციას და მშობლის როლი როგორ მოიქცევა მაგ დროს არის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი. და შეიძლება გადამწყვეტიც, ანუ რა მოხდება მერე და როგორ რა აზრები ჩამოუყალიბდება ბავშვს, რას იფიქრებს, წავა სკოლაში და მარტივად შეიძლება გაიაროს თქვათ ეს ადაპტაცია, თუ მაინც უფრო გაუჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხრივაც ძალიან ჩართულობა სკოლის გააქტიურებაც და სკოლის და მშობლის კომუნიკაცია ერთმანეთთან. ბავშვის ირგვლივ რა თქმა უნდა. და შესაძლოა თვითონ სკოლა მათ შესთავაზოს ეს სერვისი მშობელს, რომ რაღაცნაირად შეუქმნას ის გარემო, რომ მშობლის ჩართულობა იყოს უფრო აქტიური. აი მშობლის ჩართულობაზე რო ვისაუბროთ, რა შეიძლება გაკეთდეს მშობელი რომ იყოს აი ზუსტად აქტიურად ჩართული სასკოლო სივრცეში და სასკოლო პროცესებში. თქვენ წეგან აღნიშნეთ, რომ აი თამაშიდან მოდის სკოლაში და მე მახსოვს ესეთი ძალიან არაჯანსაღი ფრაზა, ბევრჯერ გამიგია, დამთავრდა ახლა თამაში და იწყება სკოლა. ხო, აი რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის და აი რაღაცა გვეყოფა ახლა, მიხვდი რომ დამსრულდა თამაში და იწყება სკოლა. აი ეს რა პროცესია ბავშვისთვის? ძალიან რთული, იმიტომ რომ პირდაპირ ნეგატიური კონოტაციით შემოდის, ხო? ანუ ნახეთ, დამთავრდა თამაში, ანუ რაღაცა დასრულდა, ტრაგედია მოხდა, ხო? ანუ დასასრული ხო რაღაც ნიშნავს, რომ რაღაც აღარ არის, ასე ვთქვათ. რაღაც ტრაგედია მოხდა და იწყება ახალი რაღაცა, სადაც შემოდის ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა. ბავშვი ეგრე იგებს, როცა ესე ეუბნებიან, ხო? ამიტომ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლობის თვეებიდანვე წახალისება, ანუ ამას არ უნდა ველოდოთ. 20 წლის რომ გახდება, 6 წლის რომ გახდება, 15 წლის რომ გახდება დამოუკიდებლობა მერე არ იწყება. ამიტომ ნახეთ, ერთის მხრივ როგორც კი ჩდება შვილი ოჯახში, უკვე მშობლები იწყებენ, წესით უნდა იწყებდნენ იმაზე ზრუნვას, რომ მათი შვილი იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, მაქსიმალურად პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, გააზრება შეეძლოს და აღება, რასთან დაკავშირებითაც, ასე ვთქვათ, ექნება გადაწყვეტილება მიღებული და ასევე გარდა ვთქვათ პასუხისმგებლობის და დამოუკიდებლობის თავისუფალი ნების არსებობა, ხო, რომ რაღაცა მაქვს, ასე ვთქვათ, სივრცე და საშუალება, რომ რაღაცეები მე თვითონ მოვზომო და გარკვეული სახით მიზეზ შედეგობრივი კავშირებით დავამყარო. ზოგიერთი მშობელი ძალიან ჰიპერმზრუნველობით და მათ აქვთ თავისი, ასე ვთქვათ, არგუმენტები, რის გამო აკეთებენ ამ ყველაფერს, შესაძლოა აი ამ დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას მთლიანად არ თმევდნენ ბავშვებს და მერე, რა თქმა უნდა, სკოლაში შესვლა, ან იგივე ბაღში შესვლა იქნება ბევრად უფრო მტკივნეული. შესაბამისად, ერთის მხრივ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავკრძალოთ თამაში. 10 წლის ბავშვმა შესაძლოა ითამაშოს და ასევე 13 წლის მოზარდმაც არაფერი ამაში არ არის ესეთი გასაოგნებელი, უბრალოდ თამაშები ასაკის მიხედვით იცვლება და როგორი თამაშიც აინტერესებს 2 წლის ბავშვს, 7 წლის ბავშვს უკვე სხვანაირი თამაშები აინტერესებს, იმიტომ რომ განვითარებას აქვს თავისი ეტაპები, თავისი კონკრეტული ფუნქციები და გზა, ასე ვთქვათ, როგორც ვითარდება. აბსტრაქტული აზროვნება საკმაოდ გვიან ყალიბდება, შესაბამისად, რასაც აკეთებს 8 წლის ბავშვი, ვერ გააკეთებს 2 წლის ბავშვი. შესაბამისად, ნახეთ, მნიშვნელოვანი არის ის ნაწილიც, რომ სკოლაც იყოს ერთგვარად სახალისო, განსაკუთრებით პირველ კლასში. არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული იმასთან, რომ მივედი და რაღაც ტრაგედია იწყება. და ჩემთვის საყვარელს მგლიჯავენ ხელიდან. საყვარელს მგლიჯავენ ხელიდან, თითქოს რაღაც დილიდან საღამომდე უნდა ვიჯდევ, წერო, ვიკითხო, რაღაცები ვაკეთო, რაც პირდაპირ ნეგატივთან კავშირდება, თუ ამგვარად არის მიწოდებული. მეორეს მხრივ, თუ ეს
ყველაფერი თამაშით და აღმოჩენის გზით მიმდინარეობს, არის ბევრად უფრო საინტერესო, მოსწავლე ბევრად უფრო ჩართულია, თავად ავლენს ინტერესს და ცნობის მოყვარეობას, თავად ეძიება სიტუაციაში მაგალითად და ასევე უყალიბდება ინტერესები და შესაძლოა თავადაც იცოდეს, რომ პირობითად ვთქვათ, მათემატიკა მაინტერესებს, მაგრამ ისტორია ჩემთვის არ არის საინტერესო საგანი და მისაღებია ეს ამბავი. ხშირად სხვათა შორის ეს ნაწილიც არის, რომ მშობლებს აქვთ მსგავსი მოთხოვნა, რომ ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ერთნაირი აკადემიური მოსწრება მაგალითად, ხო, მის შულს. არ არის ეს სავალდებულო. მთავარია მან იცოდეს მას რა აინტერესებს და რა არის მისი ძლიერი მხარე. ყველას ერთნაირად არ გამოგვივა გარკვეული, რა ვიცი, ქართული სწავლა, უცხო ენის სწავლა, მათემატიკის სწავლა, ან ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი ინფორმირება. ნაბიჯ იმის თქმა, მაგალითად, თუ ბავშვი ემზადება იმისთვის, რომ შევიდეს ბაღში, ვამზადებთ ბაღის სივრცისთვის და ვუხსნით რა მოლოდინი შესაძლოა ჰქონდეს. შესაძლოა ვასეირნოთ ბაღის გარემოში, ეზოში მაგალითად, რომ უბრალოდ შეეჩვიოს გარემოს ბავშვი. ნაცნობი გახდეს მისთვის. ნაცნობი გახდეს. იგივე შეიძლება იყოს სკოლის ამბავი. თუ ფრესკული და შემდგომ პირველი კლასი ერთმანეთთან არ არის კვეთაში და სხვა სივრცეში მიდის ადამიანი, მაშინ წინასწარ უმჯობესია აჩვენოს ბავშვს. მაგალითად, ნახეთ, ქუჩაში მივდივართ, ვსეირნობთ, ან სადღაც მანქანით უცბად ჩავიარეთ იმ სკოლასთან, სადაც ბავშვი უნდა შევიდეს და შესაძლოა უბრალოდ ვახსენოთ, რომ ეს არის ის შენობა, სადაც მას მოუწევს შემდგომ უკვე განათლების მიღება. შეიძლება მანდაც ეზოში ვისეირნოთ, ავიღოთ ნებართვა, რომ კლასი დავათვალიეროთ, დერეფანი დავათვალიეროთ. ფილმის მაგალითი, რაც თქვენ თქვით, რომ მაგალითად ვიცოდე სად რა არის. იმიტომ რომ ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ 6 წლის ბავშვი, შევედი სკოლაში, არაფერი არ ვიცი, მინდა საპირფარეშოში. ანუ რა უნდა გავაკეთო, როგორ მივხვდე ამ ხელა დიდ შენობაში, სად უნდა წავიდე, ვიღაც ხომ უნდა იყოს, ვინც ამას აუხსნის. გასაგებია, რომ მანდაც ინდივიდუალურ მონაცემებს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო აქტიურია, უფრო მარტივად მივა და იკითხავს და ვთქვათ, შემდგომ აუხსნიან. ვიღაც შეიძლება იყოს უფრო მორცხვი, უფრო ჩაკეტილი, არა იმიტომ რომ ადაპტაცია უჭირს, ზოგადად პიროვნულადაც ასეთია. და შესაბამისად შეიძლება ხმავე რა მოიღოს და მერე მთელი დღე იყოს გარკვეულ გასაჭირში, სირთულეში და ვთქვათ, მერე სკოლაც დაუკავშირდეს ნეგატიურ რაღაცას მისთვის, ხო? ამიტომ ეს წინასწარი ინფორმირება და გარკვეული განწყობის შექმნა არის მნიშვნელოვანი. თქვენ რომ ახსენეთ ნინო, რომ წინასწარ განწყობას აქვს მნიშვნელობა, თუ ამ ფრაზით გავაცანით სკოლა, რომ თამაში დამთავრდა და ეხლა იწყება რაღაცა ახალი პასუხისმგებლობა, რომელიც მოგიწევს. ეს უკვე წინასწარი განწყობაა, რომელიც არის უფრო ნეგატიური ვიდრე პოზიტიური, ხო? ამიტომ ზუსტად შემდგომ შეიძლება მთელი 12 წელი განაპირობოს აი პირველმა ფრაზამ, რომელსაც ეტყვიან ბავშვს. არ ვიცი, ეს იქნება მასწავლებელი, ვთქვათ, ადმინისტრაცია სკოლიდან თუ ასევე ფსიქოლოგი, არ ვიცი, სკოლაში თუ ხდება, ან მშობელი, ან ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ სწავლაც უნდა ხდებოდეს გართობით. აღმოჩენით, რაღაც დაკვირვებით, ინტერესით, რაც ბევრად უფრო ისეთია მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე უბრალოდ მაგიდასთან ჯდომა და რაღაცების მარტო მოსმენა პასიურად მაგალითად, ხო, ან მხოლოდ ჩაწერა, მხოლოდ დავალების გაკეთება და ასე შემდეგ. მანდაც ვთვლი, რომ ინტერაქცია და ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მასწავლებელს და ვთქვათ მოსწავლეს შორის ამ შემთხვევაში. მშობელი და სკოლამ თქვენ რა შეკითხვაც დასვით ხო, რომ რა შეიძლება გაკეთდეს. ორივე მხარე ალბათ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, როგორც მშობელი, ასევე სკოლა, იმიტომ რომ ხანდახან არის შემთხვევები, როცა მშობელი სკოლას ელოდება და მერე აღმომიჩენია ისიც, რომ მასწავლებელი მშობელს ელოდება და არც ერთს არ უნდა უცდიდეს რეალურად. რა თქმა უნდა, მასწავლებელს აქვს თავისი მოვალეობა, პასუხისმგებლობა და მასაც ვთქვათ, აქვს ამ პასუხისმგებლობაში ის, რომ ინდივიდუალური გარკვეული დახასიათება ჰქონდეს თავის მოსწავლეებზე და ამ ყველაფერს აცნობდეს ინდივიდუალურად მშობლებს, თუმცა მშობლის აქტიურობაც არანაირად არ არის, ასე ვთქვათ, აკრძალული, ხო, იმიტომ რომ მშობელს შესაძლოა ჰქონდეს ძალიან ბევრი კითხვა. და ამ კითხვებისთვის პასუხის მიღება, ამ კითხვების გაჟღერება და მათი ასე ვთქვათ ინტერესის დაკმაყოფილებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. კეთი თქვენ აღნიშნეთ სივრცის აღქმა და აი თითქოს რაღაცნაირად ხანდახან მეორე ხარისხოვნად მიგვეჩნია ეს და მე მშობლებს ყოველთვის ვეკითხები ხოლმე თქვენ თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება მე სუბიექტურად მახსენდება უკვე ცოტა უფრო ზრდასრული რომ მივედი იგივე შენობაში და აღმოვაჩინე რომ ეს შენობა სულაც არ არის ისეთი დიდი როგორიც მეგონა. აი სკოლის, თქვათ, ბაღის, რაღაც მუსიკალური სკოლის შენობა, მივხვდი რომ ღმერთო, რამხელა მეგონა ეს შენობა.
ხო? არა ის რომ ფიზიკურად დიდად გავიზარდე და შევიცვალე, არამედ ის აღქმა როგორიც იყო, ხო? ალბათ მეშინოდა იმ დიდი სივრცის, ან მეგონა რომ იმ ოთახებში, სადაც მე არ ვიყავი ნამყოფი, იქ რაღაცა ისეთი ხდებოდა, რომელიც ჩემთვის შეიძლება საშიში იყო. ამიტომ ეს რომ სივრცეს გაეცნოს ბავშვი მეორე ხარისხოვანი კი არა, ძალიან წამყვანია. იმიტომ რომ ემოციურად მიგზნე რამდენად განსხვავებულია ეს სივრცე იმასთან შედარებით, რაც მე ეს მეგონა ბავშვობაში, ხო? თქვენ აღნიშნეთ ასევე ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა, ისაუბრეთ რამდენად დატვირთულია დღეს მშობელი. და ასევე რომ მხოლოდ ნიშნებზე ვკონცენტრირდებით, აბა რა ქენი, რა მიიღე, მოყევი გაკვეთილი, რა დაგიწერა, მასწავლებელმა რა გიპასუხა. აი დატვირთული მშობლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გადიან ამ ადაპტაციას, ზოგი ახერხებს ჩართულობას, ზოგი ვერ ახერხებს ჩართულობას. თუ არის რაიმე ისეთი უსაფრთხო კითხვები, რომელიც შეიძლება სახლში მოსულ ბავშვს მშობელმა დაუსვას. არსებობს ჩემი გამოცდილებით მაგალითად ხშირად მშობელი სვამს შეკითხვას აბა რა ხდებოდა დღეს ან თუნდაც სკოლაში მიაკითხა და აბა რა ქენი არის ესეთი შეკითხვა და რა თქმა უნდა ამ დროს ბავშვი პირდაპირ იძაბება და ხშირად პრობლემა ის აქვს მშობელს რომ მეუბნება არაფერი არა კარგად იყო მოკლია მისი პასუხი ძალიან ისეთი კონკრეტული და თითქმის არაფრის მომცემი და მშობელს უნდა რომ რაღაცნაირად ალაპარაკოს ბავშვი და ეს არ გამოსდის შესაბამისად მე მაგალითად ყოველთვის ვურჩევ მშობლებს რომ არ კითხოთ აბა რა ხდებოდა, შეიძლება უბრალოდ კითხოთ როგორი დღე გქონდა დღეს და არ იყოს შეკითხვა მიმართული ან რა ნიშანი მიიღე, ან მასწავლებელმა რა გითხრა, შედეგზე არ ვიყოთ ორიენტირებული და უფრო მეტად დავინტერესდეთ მისი ემოციური მდგომარეობითაც, ხო? თუ ამაზეც არ მოდის ბავშვი შესაძლოა თავად მშობელმა გააზიაროს, რომ მე დღეს ძალიან დავიღალე მაგალითად, მძიმე დღე მქონდა, ან პირიქით რაღაც მოხდა ძალიან გამიხარდა. და თანდათანობით მშობლები მერე ამჩნევენ და აღმოაჩენენ ხოლმე რომ მათი შვილებიც იწყებენ საუბარს და ლაპარაკს. აქ რა არის მნიშვნელოვანი, ნახეთ, ჩვენს კულტურაში სხვათა შორის არც თუ ისე ბევრი წლის წინაც კი, ალბათ 2000 წელი რომ დაიწყო, მაშინაც კი იყო აკრძალული, მე რომ მკითხოთ ძალიან ბევრი ემოცია, შეიძლება 2010-დან რაღაცეები შეიცვალა, მაგრამ მით უმეტეს წინა საუკუნეში თითქმის ყველა ემოცია იყო აკრძალული. ნახეთ, ნუ იცინი ხმამაღლა რა ვიცი მეზობელი გაიგებს ან მაგალითად ნუყვირი გაიგებენ და სირცხვილია ძალიან ბევრი რამეა მიწყობილი იმ კონკრეტულ პატარა წინადადებებში რომელშიც გავიზარდეთ რეალურად მთლიანად იყო აკრძალული ემოციური სფერო ნუ ტირი რა სიტყვიან ნუ იცინი რა სიფიქრებენ ნუ ბრაზდები ნუ ყვირი ნუ ჩხუბობ იმიტომ რომ ხმა გადის ოჯახიდან და ასევე რა სიტყვიან მერე მთელ სახლზე მაგალითად რაღაცა გეზიზღება, ნუ გეზიზღება, იმიტომ რომ, რა ვიცი, ღმერთის მოცემულია, ან რაღაც არის და თქვათ უნდა მიირთვა, ან ასე შემდეგ. თითქმის ყველაფერი იყო აკრძალული და რეალურად ადამიანი მიდის იქამდე, რომ ემოცია არ უნდა გამოვხატო. იმიტომ რომ პირდაპირ მოდის რაღაცა აკრძალვა. დღევანდელ დღეს ყველას ვეუბნები, პირიქით მნიშვნელოვანია ემოციის გამოხატვა ვასწავლოთ, უბრალოდ ფორმებია მნიშვნელოვანი, ხო, იმიტომ რომ მე თუ რაღაც საჭმელს ვერ ვჭამ, იმიტომ რომ ზიზღის ემოცია მიჩნდება. გააჩნია ამას როგორ გამოვხატავ. როგორ კონტექსტში ვარ და რამდენად თქვათ ფორმა რომლითაც გამოვხატავ შეესაბამება თუ უბრალოდ უნდა გავჩუმდე და რაღაცა არ შევჭამო და არ ჩავყლაპო თუ გაბრაზებული ვარ როგორი ფორმით გამოვხატავ ამ ბრას ვღრიალებ და ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ თქვათ ფიზიკურად და ვერბალურად თუ შემიძლია უბრალოდ ტონით და გამომეტყველებით გამოვხატო ჩემი ემოცია ან იგივე სიხარული სადღაცას შეიძლება ხმამაღლა სიცილი არ იყოს მიღებული და ეს კონტექსტიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ დღევანდელ დღეს ერთ-ერთი არის ზუსტად ემოციურ სფეროზე მუშაობა რამდენად მშობელს შეუძლია ემოციური კონტაქტი დაამყაროს თავის შვილთან და შვილსაც აჩვენოს რომ ემოციური სფეროს არსებობა არის ნორმალური ანუ ნორმალიზება მოახდინოს ამ ყველაფრის და გარდა ნორმალიზებისა საკუთარი მოდელები შესთავაზოს, რომ მაგალითად მიხარია და ვიცინი და არაფერი ამაში ცუდი არ ხდება. კარგ ხასიათზე ვარ და ვცეკვავ და არა უშავს, ვინ რა სიტყვის ამაზე მაგალითად. პირიქით, ანუ განწყობა გადამდებია და შეიძლება სხვაც გავახარო. გაბრაზებული ვარ და როგორი ფორმით გამოვხატავ, რა სიტყვებით გამოვხატავ, რა მჭირდება, როდესაც გაბრაზებული ვარ. მოწყენილი ვარ და მეტირება და სად ვიტირო, როგორ ვიტირო, ვის დაველაპარაკო ამაზე მაგალითად. თუ ადამიანი მუდმივად იკავებს ამ ემოციებს, ამას რა თქმა უნდა გარკვეული შედეგი მოყვება და შესაძლოა ეს შედეგი იყოს ბევრად უფრო დამაზიანებელი, ვიდრე მაშინ, როდესაც ცოტა და ვთქვათ ეტაპობრივად სიტუაციის მიხედვით ადამიანი გამოხატავს ამ ყველაფერს.
შესაბამისად ნახეთ შევხვდი შვილს და შეიძლება უბრალოდ ჩემი ემოცია გავუზიარო, რომ მე დღეს მქონდა ძალიან კარგი დღე, იმიტომ რომ ეს და ეს მოხდა. და მე მშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილიც იწყებს მსგავს რაღაცებზე ლაპარაკს და ეს უკვე ჩათვალეთ, რომ არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ პირველი არის ის, რომ ბავშვი ცნობს იმას და აღიარებს იმას, რომ ემოციები არსებობს, ესმის მნიშვნელობა, ემოცია რას აკეთებს და რისთვის არის და შეუძლია ამ ემოციის ექსპრესია გამოხატვა, საუბარი ამ ყველაფერზე. ეს რომ ნორმალურია და ეს რომ ნორმალურია. სისუსტე არ არის, ნორმალურია და ასევე აი ადაპტაციაზეც რო ვსაუბრობდით, ემოცია ეხლა დავაკავშირე ერთმანეთთან კიდე დამატებით, ნახეთ, ემოციაც ხო გვეხმარება ადაპტაციაში. ამიტომ ნახეთ, მე თუ რაღაცაზე გავბრაზდი, იქ ადაპტაციაშიც შეიძლება პრობლემა შემექმნას. ან მაგალითად რაღაცა გამიხარდა და ეს პირიქით დამხმარეა ადაპტაციასთან. თუ რაღაცაზე მოწყენილი ვარ, არ მომწონს, რაღაცა მეწყინა ვიღაცისგან, ესეც შეიძლება იყოს გარკვეული მესიჯი იმის, რომ ჩემი ემოცია რაღაცას მეუბნება, შემიძლია რაღაცა გავითვალისწინო, რაღაცა შევცვალო, რაღაცა სხვანაირად გავაკეთო, ან ასე შემდეგ. ამიტომ ნახეთ, ამდენი აქცენტი ჩემი მხრიდან ემოციებზე, იმიტომ არის ხოლმე კონსულტაციის დროს, როდესაც მშობლები მომართავენ, რომ ზუსტად ემოცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, გამავალი გზა, რომელიც ეხმარება ადამიანს ადაპტაციაშიც. თუ ამ ემოციებს ვერ ცნობს ადამიანი, თუ ამ ემოციებს ვერც ასახელებს ადამიანი, თავადაც არ შეუძლია ამაზე საუბარი, რაღაცა ხდება შიგნიდან, რაღაცა აწვება, ყელში ბურთი აქვს გაჩხერილი და არ იცის ეს რა არის, რა თქმა უნდა ადაპტაციაც უფრო მეტად გაუჭირდება. ამიტომ პირველი ნაწილი, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ, არის ემოციური სფერო, რამდენად მშობელიც ამყარებს კონტაქტს ემოციური თვალსაზრისით თავის შვილთან, იმიტომ რომ ეგეთ დროს გულწრფელი საუბარიც უფრო მეტია, შვილიც უფრო მეტად მიმართავს სიხარულის დროსაც და ვთქვათ სხვა ბრაზის ან სევდის დროსაც მშობელს და მშობელიც უფრო მეტად ხვდება მაგალითად რითი შეიძლება დაეხმაროს საკუთარ შვილს, რითი შეუძლია რომ იყოს მხარდამჭერი მაგალითად. ან რა შეუძლია, მაგალითად რა შეუძლია რომ მისცეს. ხშირად ერჩევის სახით ეგეც ძალიან დამხმარეა, რომ მშობელმა თავისი გამოცდილება გაუზიაროს თავის შვილს, რომ მე რომ ვიყავი ამ ასაკში და ასე მოხდა, ჩემ დროს თქვათ ესე იყო, მე ასეთი რეაქცია მქონდა. ან თუ მშობელმაც სკოლაში იცვალა, გაუზიაროს თავისი დამოკიდებულებაც ხო, რომ ჩემთვისაც რა იყო რთული, როგორ გადავლახე, რა დამეხმარა. ასევე დამხმარეა ხოლმე წიგნებიც. გარკვეული ანიმაციები, რომლებიც არის შექმნილი ამ თემებზე. მთავარია, რომ ბავშვებს ვესაუბროთ ამაზე და დავანახოთ ის, რომ შენ არ დაგემართა რაღაც, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვს ხშირ შემთხვევაში ასაკის მიხედვით გააჩნია რამდენი წლის არის, შესაძლოა ეგონოს, რომ ეს რაღაცა მხოლოდ მე მჭირს და მე ვარ ასეთ სირთულეში. ამიტომ ზუსტად ეს ნორმალიზება და იმის ჩვენება, რომ მეც გავიარე რაღაც მსგავსი ემოცია, ასე გადავლახე, მსგავსი რაღაც დამეხმარა, ან ასე შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ არ ჰქონდეს აი ამ კატასტროფის განცდა, რომ თითქოს დამთავრდა ყველაფერი და ამის იქით რა ვაკეთო, აღარ ვიცი. აი ეს მხარდაჭერის ნაწილი და ემოციური ნაწილი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. ესე იგი, რთულია ეს პერიოდი, ცხადია ადაპტაცია ახალ გარემოში, მაგრამ ჩემი როგორც დასრულის პედაგოგის და მშობლის თანხვედრა და სიმშვიდე მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ ბავშვმა ეს პერიოდი გაიაროს უფრო მარტივად. ხო? ეს ეხება როგორც მშობელს, ეხლა რაზეც თქვენი საუბრობთ, ასევე პედაგოგს და მაინც არის ესეთი კითხვა, მე სკოლაში მუშაობდი ჩემი გამოცდილების პირველ ეტაპზე და როდესაც მოდიოდნენ პირველ კლასელები, მშობლები ყოველთვის სთხოვდნენ მათ, რომ წარმოეჩინათ საკუთარი აკადემიური უნარები და მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც მშობელმა პირდაპირ პირველ კლასელ ბავშვს უთხრა, რომ მოყევი ავთანდილის ანდერძი. ეს ძალიან კარგად მახსოვს და ბავშვმა დაიწყო ავთანდილის ანდერძის მოყოლა. რა არის ის ძირითადი, რასაც ჩვენ ვეძახით მზაობას, აი ეს ბავშვი მზად არის სასკოლოდ. ერთის მხრივ მთავარი აქაც ისევ გავმეორდები არის ემოციური მზაობა, რამდენად ემოციურად არის მზად ბავშვი და მისი კოგნიტური ფუნქციები რამდენად არის მზად იმისთვის, რომ უკვე დაძლიოს ის მასალა, ასე ვთქვათ, უხეშად, რაც სკოლაში არის მოწოდებული. იქნება ეგ მაგალითად რაღაც კონკრეტული გრაფიკული გამოსახულების აღქმა, ასოების ცნობა, შეყრა შემდგომ უკვე გაერთიანება სიტყვად და კითხვის ცოდნა თუ ასე შემდეგ.
ამავე დროს იმასაც აღნიშნავ, რომ შეცდომა, როდესაც ადრეულ ასაკში ასწავლიან წერა-კითხვას, იმიტომ რომ ზოგიერთ მშობელს ეამაყება, რომ მისი 3 წლის შვილი უკვე კითხულობს, შეუძლია ქუჩაში ყველა მარკეტის სახელი წაიკითხოს ან რაღაც განცხადება ან ასე შემდეგ. შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული განვითარების სპეციფიურობასთან და ბავშვმა თავისთავადაც ისწავლა, არავის არ უსწავლებია, მაგრამ თვითონ ისწავლა. მაგრამ თუ ზის მშობელი და ასწავლის და ცდილობს, რომ პირველ კლასში, როდესაც შევა უკვე იცოდეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვიცი, გაუმარტივდეს, ლიდერი იყოს. კი ბატონო, ან წინ უსწრებდეს სხვებს და უფრო გამორჩეული იყოს, ეს იქნება შეცდომათან ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ერთის მხრივ ამ დროს მშობელი ცდილობს დაჩქარებას იმ პროცესის, რამაც თავისებურად უნდა გაიაროს და თავისი დრო აქვს და დინამიკა ამ პროცესს და ამ განვითარების ფაზებს და მეორეს მხრივ პირველ კლასში შეიძლება არანაირი мотиваცია აღარ ჰქონდეს მოსწავლეს. მშობელი მასწავლიდა და მიხსნი და მივედი პირველ კლასში მასწავლებელიც მიხსნის იგივეს და აღარ მაქვს არანაირი ინტერესი. ამიტომ ვზივარ მოწყენილი, ვერ ვისვენებ, ვთქმუტავ, არ მინდა სკოლაში წასვლა, მინდა რაც შეიძლება მალე წამოვიდე იქიდან ან ასე შემდეგ. ან ვთქვათ, იმდენად გააქტიურებულია მე მოსწავლე, რომ ვეღარც აჩერებენ, იმიტომ რომ არ იცის ეს ენერგია სად დახარჯოს. იმიტომ რომ იქ მობეზრდა რაღაცების მოსმენა, რაც უკვე იცის ხო წინასწარ. შესაბამისად, ნახეთ, განვითარების ცოდნაც ერთის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რომელ ასაკში რა შეიძლება მოვთხოვოთ ბავშვს და რას არ უნდა გადავაჭარბოთ და რა არ უნდა დავაძალოთ მაგალითად. ვეფხისტყაოსნის ცოდნა პირველ კლასში არის, რა თქმა უნდა, ძალიან ზედმეტი. მე გეტყვით იმას, რომ ძალიან ზედმეტია თუნდაც ლექსი მომიყევი ან რა ვიცი რაღაც აკადემიური სფეროს აი ამ ხრივ შემოწმება, იმიტომ რომ 6 წლის ბავშვის ასაკში შეიძლება შევაფასოთ რამდენად ისმის მას ცნებები დიდი და პატარა, მაგალითად მაღალი და დაბალი. მაგალითად კონკრეტულად შეკითხვები მახსენდება, რაც არის სასკოლო მზაობის შეფასების ტესტში, ხო, რომ ბალახი რა ფერია, თუ ვეტყვი რომ ბალახი მწვანეა, ცა რა ფერია და თავად რამდენად იცის, ხო? ძალიან მარტივი რაღაცა შეკითხვებია, რომელიც თავის დაუნებურად ბაღის ასაკში წესით უნდა დაძლიოს ბავშვმა. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი იყოს ყურადღებით განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ნახეთ, ერთი მხარე ეგ არის, რომ მშობელმა იცოდეს ზოგადად ადამიანის განვითარება, იმიტომ რომ როდესაც შვილის აღზრდას იღებს პასუხისმგებლობაში, მნიშვნელოვანია ცნობდეს რაღაცა მიმანიშნებლებს, რომელიც გვეუბნება, რომ ყურადღება მეტია საჭირო რაღაც საკითხზე, ვიდრე მაგალითად სხვა ბავშვის შემთხვევაში და მეორეს მხრივ ასევე სკოლა. და სკოლასთან ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ ნახეთ, შესაძლოა მოვიდეს 15 წლის მოზარდი, რომელიც უცბად აღმოჩნდა, რომ კითხვა უჭირს. 15 წლის ასაკში კითხვა ვერ გაუჭირდებოდა, ეს პრობლემა, რაც შეიძლება იყოს დისლექსია მაგალითად, გამოვლინდებოდა აუცილებლად პირველ-მეორე კლასში. იქ უკვე უნდა იყოს მასწავლებელი ყურადღებით, იმიტომ რომ მშობელმა შესაძლოა ეს არ იცოდეს. და მას ვთქვათ ესე ზედმიწევნით განვითარების რაღაც სირთულეები ან დასწავლის უნარის სხვადასხვა შეფერხება შესაძლოა მშობელმა არ იცოდეს, მაგრამ უნდა იცოდეს მასწავლებელმა, რომელსაც აქვს ურთიერთობა თავის მოსწავლეებთან. სკოლაში წესით არსებობს ფსიქოლოგი, რომელმაც მით უმეტეს იცის განვითარება, ხო? უნდა იცოდეს განვითარება. შესაბამისად, თუ მასწავლებელს რამე სირთულე ექმნება და თვითონ ბოლომდე არ იცის, შესაძლოა ფსიქოლოგი დაეხმაროს სკოლის მასშტაბით და ერთად გადაწყვიტონ ეს ყველაფერი და მშობელთან მიიტანონ, ასე ვთქვათ და თუ რამე სხვა არის ჩართულობა, მერე უკვე მაგაზე იზრუნონ, რომ მოხდეს მაქსიმალურად ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება და სწავლის არა კატასტროფად ქცევა და ჯოჯოხეთად ქცევა, არამედ სასიამოვნო პროცესად გადაქცევა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვია და მოზარდი, რომელსაც სკოლაში სიარული არ უნდა, მხოლოდ იმიტომ რომ ინდივიდუალური გეგმა არ არის მასზე გაწერილი და მორგებული, სწავლა არის მისთვის ძალიან რთული. და შესაძლოა წლებს და დღეებს ითვლიდეს, როდის მორჩება სკოლაში სიარული, რომ მე ვთქვათ აღარ უწევდეს იქ კომუნიკაცია, არც ვთქვათ მასწავლებლებთან და შესაძლოა ბავშვებთანაც კი უჭირდეთ ურთიერთობა. ამიტომ ერთის მხრივ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
აკადემიურად რაღაცები იცოდეს მშობელმა, ბაღის პედაგოგები სხვათა შორის უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას, ბაღებშიც არიან ფსიქოლოგები და ისინიც უნდა აფასებდნენ და ასევე ეუბნებოდნენ მშობელს რა სირთულეების შესაძლოა ჰქონდეს მის შვილს სკოლის ასაკში და სკოლაში შესვლის დროს და ამ ყველაფერზე მშობელმა უნდა იმუშაოს. ხანდახან სხვათა შორის ხელის შემშლელი არის მშობლის მხრიდან წინააღმდეგობა და მიუღებლობა, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი ან ფსიქოლოგი ეუბნება და უხსნის მშობელს რაღაც კონკრეტულ მდგომარეობას, მაგრამ მშობელს აქვს ძალიან დიდი მიუღებლობა, წინააღმდეგობა და ამიტომ შეიძლება დაზარალდეს ბავშვი, რომელთანაც გარკვეული მუშაობა შეფერხდება, გადავადდება მაგალითად. თუ რაღაცა სირთულეა, რაც უფრო ადრე მოხდება მუშაობა, ბევრად უფრო მარტივია პროგრესის მიღწევა და შედეგების მიღება, ვიდრე ვთქვათ გვიან. რა თქმა უნდა, გვიანაც უმჯობესია გვიან მოხდეს ჩარევა, ვიდრე არასდროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც უფრო ადრე იქნება ჩარევა, ბევრად უფრო დადებითი შედეგების მიღება შეიძლება. ძალიან კარგი პრაქტიკაა და მე სამწუხაროდ არ მახსენდება ბევრი შემთხვევა, მაგრამ იმ შემთხვევებს გავიხსენებ, რომელიც მახსენდება. იყო ესეთი რამოდენიმე სკოლა, სადაც საბავშვო ბაღიდან მოითხოვეს კითხვებზე პასუხი ბავშვთან დაკავშირებით. კითხვარი გამოაგზავნეს და პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა იმუშავეს იმაზე, რომ ბავშვის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოთ და ეს რაღაცა ტრანზიცია უფრო მარტივად მომხდარიყო. თქვენ ასევე აღნიშნეთ მშობლის უგულებელყოფა ბავშვის საჭიროებაზე. რატომ არის ეს ესეთი ღირებული? ხო, ჩვენ ხო ვსაუბრობთ, რომ ფაქტიურად ესეთი სკაფოლდინგის მეთოდი არსებობს, ხარაჩოების მეთოდი, ანუ ჩვენ ზრდასრულები ვერთიანდებით, მანამ სანამ ბავშვს ვჭირდებით საყრდენად და ეს დამატებითი სპეციალისტიც ხო რეალურად ის საყრდენია, რომელიც ბავშვს ჭირდება. არის რაიმე საფრთხე, რისიც მშობელს ეშინია? არის და ძალიან ხშირად მაგალითად სკოლებში ნახეთ არსებობს განათლების სამინისტროში მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც პირობითად თუ ბავშვს აქვს ინდივიდუალური საჭიროება, მოდის ეს გუნდი სკოლაში, აფასებს მოსწავლეს და შემდგომ ხდება უკვე ვთქვათ მასწავლებლებთან და სკოლის ფსიქოლოგთან ან სპეცმასწავლებელთან ერთად ამ გეგმის შემუშავება, ხო? ნახეთ, შესაძლოა იყოს სირთულე ის, რომ მაგალითად რომელიღაც მასწავლებელი ამბობდეს უარს იმაზე, რომ რაღაცა გეგმას მაგალითად არ შექმნის ან ვერ შექმნის. ოღონდ აქვე აღნიშნავ იმას, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური შემთხვევები, არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ ზოგადად ვსაუბრობ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცებს ეწინააღმდეგებიან, დღესაც კი მაგალითად და რაღაცებზე არ თვლიან, რომ საჭიროა თქვათ მათი ჩართულობა. პირობითად ვიტყვი, ნახეთ, თუ არის სპორტის გაკვეთილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს შესაძლოა სპეციალური რაღაცა საჭიროება და დატვირთვა ან გეგმა არ სჭირდებოდეს, იმიტომ რომ სპორტია. და რატომღაც ითვლება, რომ სპორტზე უბრალოდ ისე ვართ და არავინ არაფერს არ აკეთებს, მაქსიმუმ ბურთი გქონდეს და აქეთ-იქით გავაგოროთ. ხო, ამიტომ ნახეთ, თუნდაც ესეთი თითქოს მარტივი საგანი მაინც მოიცავს იმას, რომ შესაძლოა იყოს ინდივიდუალური რაღაცა გეგმა გასაწერი და კონკრეტული მუშაობა ჩასატარებელი ბავშვთან. სირთულე რაც იქმნება, არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ამბობს, რომ მე არ მინდა რომ იცოდნენ. მე თუ მივალ და სკოლის ფსიქოლოგს ვეტყვი, ვიცი რომ ის მერე ყველას ეტყვის. ანუ ნახეთ, მოდის პრობლემები და შფოთვა მშობლის მხრიდან იმაზე, რომ შესაძლოა კონფიდენციალურობა არ იყოს შენარჩუნებული, დაირღვეს და ვიღაცა მისაუბროს იმაზე, რომ ჩემს შვილს რაღაც და რაღაც აწუხებს მაგალითად. ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლება იყოს. აქვე ვიტყვი იმას, რომ შესაძლოა არანაირი კონფიდენციალურობა არ დაირღვეს, მაგრამ ეს მშობლის შფოთვაა და რეალურად მან შეიძლება სხვა რაღაცა საკითხები იყოს, უშუალოდ მშობელთან დასაძლევი და დასამუშავებელი და არა ის, რომ სკოლაში ნამდვილად ყველაფერი რაღაც ესე ვრცელდება და არ იცავენ ან ეთიკას ან კონფიდენციალურობას. მეორე მომენტი აქვე ვიტყოდი იმას, რამდენად შესაძლებელია სკოლის ფსიქოლოგმა და სპეცმასწავლებელმა და ასევე საგნების პედაგოგებმა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ესეც შესაძლოა იყოს საკმაოდ ესეთი დიდი გამოწვევა, რამდენად არის შესაძლებელი მათი კომუნიკაცია რომელიღაცა კონკრეტული ინდივიდის ირგვლივ. ხშირად მაგალითად ყველაზე კარგი ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით არის შემთხვევები, როდესაც ყველა მასწავლებელს შევხვედრილ ვარ ერთიანად. იმიტომ რომ ესეთი პრაქტიკა ძალიან ცოტაა სკოლაში. ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ ყავს ვიღაც მოსწავლე, რომელსაც აქვს რაღაცა სირთულე და ინდივიდუალურად მე შეიძლება ვნახო ქართულის პედაგოგი, მათემატიკის რაღაც უცხო ენის ან ასე შემდეგ, მაგრამ მათი გაერთიანება
ერთმანეთის მოსმენა არის ბევრად უფრო ეფექტური, იმიტომ რომ მქონია მაგალითად სუპერვიზორად მუშაობდი სკოლაში და როდესაც პედაგოგები ერთმანეთს უსმენდნენ, თავადვე გამოხატავდნენ მე რომ თურმე რა კარგი ყოფილა, იმიტომ რომ მე მეგონა რომ ეს ბავშვი ჩემთან იქცევა ასე, მე აღმოუჩენია რომ სხვა საგანზე თურმე რა ხდება, რომელიღაც პედაგოგი იტყვის რომ ამ ბავშვის ძლიერი მხარე ეს არის, იმიტომ რომ ჩემთან ამას აკეთებს, ვიღაცა პედაგოგი ამ ბავშვს უკვე სხვა პერსპექტივიდან ხედავს და ბევრად უფრო ეფექტურია მუშაობა, ვიდრე მაშინ, როდესაც პედაგოგს, დამრიგებელს, ან სკოლის ფსიქოლოგს და სპეცპედაგოგს აქვთ ცალკე ინდივიდუალური კომუნიკაცია საგნების მიხედვით პედაგოგებთან. მეორეს მხრივ, არგუმენტი ხშირად გამიგია ეგ, რომ გაკვეთილების ბადე ისია გაკეთებული და ცხრილი ისია შედგენილი, რომ პედაგოგები ვერაფრით ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას და მსგავსი ტიპის, ვთქვათ, შეკრებების მოწყობას. რაც ძალიან რთულია და მე გეტყვით, მქონია შემთხვევები, როდესაც ღამის 9 საათზე გქონია მსგავსი შეხვედრა ონლაინ და ვთქვათ რაღაც ვირტუალური ფორმატით, იმიტომ რომ ვერანაირი დრო ვერ გამოიძებნა, რომ ყველა ყოფილიყავით ხელმისაწვდომი. ყველა პედაგოგი, მათ შორის ვთქვათ ფსიქოლოგიც და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, ისევ კომუნიკაციაზე გავდივარ, მაგრამ ამის გარეშე არ გამოდის არაფერი, იმიტომ რომ მათემატიკის მასწავლებელი შეიძლება რაღაცას ფიქრობს და თავის წარმოდგენა აქვს და ეს არ იცის პირობითად სპორტის მასწავლებელმა. ან, რა ვიცი, მუსიკის მასწავლებელმა, ან ქართულის მასწავლებელმა, ან რაღაც უცხოენის მასწავლებელმა და ასე შემდეგ. ზოგადად განსხვავდება ასევე პედაგოგის მხრიდან სწავლების პროცესით სხვადასხვანაირია, წესებს სხვადასხვანაირად იცავენ, შესაძლოა სხვადასხვანაირად ითხოვდნენ რაღაცებს მოსწავლეებისგან. ხშირად მსმენია ფრაზა, რომ აი ამ პედაგოგთან მშვენივრად ზის და იმ პედაგოგთან ყირაზე გადადის და რა ხდება. ამიტომ ნახეთ, მანდაც ერთადერთი დამხმარე შესაძლოა იყოს კომუნიკაცია. რა ხდება იმ გაკვეთილზე და ასევე დაკვირვება, იმიტომ რომ როდესაც ფსიქოლოგი მუშაობს სკოლაში, მას ასევე მის მოვალეობაში და პასუხისმგებლობაში შედის ისიც, რომ თუ კლასში არის რაღაცა სირთულე, შევიდეს დაკვირვება, გააკეთოს ქცევის ანალიზი, შემდგომ ეს ანალიზი გაუზიაროს პედაგოგს, დაგეგმოს თქვათ რა არის ყველაზე საუკეთესო გზა იმისთვის, რომ სირთულეებს გაუმკლავდნენ და ერთობლივად იმუშაონ ამაზე, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ცალ-ცალკე არაფერი არ გამოდის. შეიძლება რაღაც გამოვიდეს, მაგრამ ეს ხარაჩო, რაც თქვენ გაგახსენდათ, ერთმანეთის ხელშეწყობა ერთმანეთისთვის და ერთმანეთის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაც დიდ შედეგამდე გავიდეთ. ცალ-ცალკე რაღაცები შეიძლება გამოუვიდეთ, მაგრამ ბევრად უფრო ნელი იქნება პროცესი და უფრო დიდი დრო დასჭირდება. და მთავარი სათქმელი ალბათ მშობლებთანაც ეს არის, რომ დამხმარე სპეციალისტი მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერი და დამხმარია რეალურად რესურსია ჩვენი შვილისთვის და არა პირიქით. კი ბატონო, ნამდვილად. კეთი აი რა არის ის, როცა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკვე მშვიდად და ვამბობთ, რომ ჩემო შვილმა გაიარა ადაპტაცია უკვე. როგორ შევამჩნიოთ ეს? მან ალბათ მნიშვნელოვანია ვახსენოთ დროები და ზოგადად ფსიქოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე კომპონენტი, ინტენსივობა, სიხშირე, მაგალითად და დროის ფაქტორი, ხო, იმიტომ რომ თუ ბავშვი გადავიდა სკოლაში, ან საერთოდ თქვათ პირველ კლასში შევიდა, ან ბაღში შევიდა ახლახანს და მანამდე არ დადიოდა. შესაძლოა დაკვირვება ვაწარმოოთ გარკვეული დროით. დაახლოებით, ასე ვთქვათ, 2-4 კვირა სჭირდება ნორმალურ ადაპტაციას. პირდაპირ მოვითხოვოთ, რომ მეორე კვირას ბავშვი შევიდეს ისე თითქოს არაფერი მომხდარა, ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დიდი მოლოდინი. ამიტომ ნახეთ, გარკვეულ ვადებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და მასწავლებლებმაც. თუ 2-4 კვირა გავიდა, მაგრამ ბავშვი ვერ გადის ადაპტაციას, მაინც ამბობს, რომ არ მინდა მისვლა, დილით ტირის და იძახის, რომ არ წამიყვანოთ და ძალიან დიდ ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ემოციებშია. მიდის, მაგრამ მუდმივად ითხოვს წამოსვლას და რჩება სივრცეშიც გარკვეული ემოციებით, მაგალითად ტირის და ისე ემშვიდობება მშობელს. ან მაგალითად მასწავლებელს თხოვს, რომ დაურეკე მოვიდეს, ან ვთქვათ, არეკინებს კიდეც და მოდის და მშობელს მოჰყავს და ასე შემდეგ, ხო? დროს უნდა დააკვირდეს მშობელი, თუ გაგრძელდა ეს ორ თვეზე მეტ
ხანს რა თქმა უნდა უკვე რაღაცა პრობლემაა, რასაც ვერ ლახავს მოსწავლე და შესაძლოა მას ჭირდებოდეს დამატებითი დახმარება. თუ 2 კვირაში, 4 კვირაში დაახლოებით ალაგდა ეს ყველაფერი ადაპტაცია, ჩვეულებრივად ასე ვთქვათ, გადაივლის ადამიანი ამ პროცესს, შეეგუება იმ გარემოს, იპოვის თავის ნიშას და ადგილს, ასე ვთქვათ, გაიჩენს მეგობრებს, დაამყარებს გარკვეულ კომუნიკაციას, მასწავლებლებთან ექნება გარკვეული ურთიერთობა და პროცესი გაგრძელდება. თუმცა თუ ეს პროცესი ვერანაირად ვერ გრძელდება და ეს ნეგატიური სიმპტომატიკას ვიტყვი უფრო წამოწეულია წინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობაა, რომ დამატებითი დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია იყოს საჭირო. თუ ადგილობრივად არის ფსიქოლოგი სკოლაში ან ბაღში, რა თქმა უნდა, ეგრევე მასთან მიმართვა არის ყველაზე სწორი და მათგან დახმარების თხოვნა. ზოგადად თუ ბავშვს უჭირს ადაპტაცია თავიდანვე ვერ მიდის ესე მარტივად, ფსიქოლოგის ჩართულობა და მასწავლებლის არის ძალიან მნიშვნელოვანი თავიდანვე, იმიტომ რომ ყველა ერთნაირად ამ პროცესს ვერ გადის და თუ ადგილობრივადაც ვერ ხერხდება მუშაობა და რაღაც უფრო რთულად არის საქმე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ცალკე ფსიქოთერაპევტს, კლინიკურ ფსიქოლოგს დაეკონტაქტონ იმისთვის, რომ უფრო სხვა სახის დახმარება მიიღონ და რეკომენდაციები, როგორც მშობლებმა შესაძლოა ასევე კონკრეტული დაწესებულებისთვის იყოს საჭირო რეკომენდაციების გაწერა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სკოლაში ან ბაღში მე თვითონ მივსულ ვარ მაგალითად და მე გამიკეთებია დაკვირვება. შესაძლოა ესეც მუშაობდეს ვინმე მაგალითად და ამას აკეთებდეს. ამიტომ მშობლის მხრიდან ეს დაკვირვება, რაღაც გარკვეული დროის განსაზღვრა საკუთარი თავისთვის, ინტენსივობის შეფასება, გაძლიერდა ბავშვის თქვათ ესეთი მდგომარეობა და უფრო დამძიმდა, თუ პირიქით შემსუბუქდა და ალაგდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტირის ყოველდილით თუ უკვე ვთქვათ 4 დღეში ერთხელ ტირის აი ამ სიხშირის განსაზღვრაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თანდათანობით თუ რაღაცეები მძიმდება, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე ჩაერთვება მშობელი, იქნება უკეთესი. კეთილი. ბაღის ასაკზე რომ ჩამოვიწიოთ ახლა კეთი და მე მახსენდება ნახევრად ხუმრობით შეხვედრები, სადაც ესე ვაანონსებდი, როგორ მოვემზადოთ მშობლები ბაღისთვის, არა როგორ მოემზადონ ბავშვები, არამედ მშობლები როგორ მოვემზადოთ ბაღისთვის და ესეც პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გაგიზიაროთ, რომ მშობელი რომელსაც აქვს ძალიან მაღალი შფოთვა, იქ ადაპტაცია ძალიან რთულად მიმდინარეობს და პირიქით, თქვა თუ მოდის მშობელი კითხვით, გაქვთ სათვალთვალო კამერა, ბავშვმა როგორ შეჭამა საჭმელი, ხომ არავინ დაარტყა, ხომ არ წაიქცა, ეს რატომ დაუსველდა, ანუ იქ სადაც აი ამ ტიპის შეკითხვებია და მეორე შემთხვევაში ვთქვათ, მშობელი უბრალოდ დღის განრიგს გვეკითხება, როდის წაიყვანოს, მოყვება, ამყარებს ჩვენთან კონტაქტს. ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი მახსენდება, რომელიც სულ მთხოვდა რომ მე თვითონ შევალ ჯგუფში და შენ დედიკოს ელაპარაკე. ანუ მისთვის ბევრად უფრო სიმშვიდის მომცემი იყო ის, რომ მე და დედას გვქონდა ჯანსაღი ურთიერთობა, ვიდრე ის, რომ მე მიმეყვანა ვთქვათ ჯგუფამდე. აი როგორ უნდა იყოს, როგორ უნდა გრძნობდეს მშობელი თავს და რა არის ის, რაც მან უნდა დაძლიოს იმისთვის, რომ ბავშვი მოემზადოს და ბავშვმა ადვილად გაიაროს ადაპტაცია ბაღში. ბავშვები ძალიან კარგად ირეკლავენ მშობლების ემოციებს. ამიტომ ეს სეპარაციის ნაწილი მშობლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მივიყვანე ბავშვი დავტოვე სადღაც და წამოვედი, შეიძლება მშობლისთვის იყოს იმდენად მძიმე, რომ მისი ემოციები სრულიად არავერბალურად, უბრალოდ დინამიკაში, სივრცეში ბავშვისთვის იყოს ძალიან კარგად აღქმადი. და თუნდაც გამოხედვით მშობლის მოძრაობით, ბავშვმა სრულიად გაიგოს, რას გრძნობს დედა და თუ მე გრძნობ, რომ დედა ჩემი შფოთავს ან მაგალითად ნერვიულობს, შეიძლება მე მისი ემოცია იმდენად ავირეკლო, რომ 10 მაგი ფორმით გამოვავლინო და გართულდეს მერე მაგალითად აი ეს სეპარაცია, წამოსვლა, დარჩენა ან ასე შემდეგ. თქვენ რა მაგალითიც მოყევით, ნინო, ნახეთ, მან იმიტომ გრძნობდა ალბათ შვიდად თავს, რომ იცოდა, რომ მშობელს აქვს თქვენთან კონტაქტი და იცის რა ხდება და სად არის და ეს უკვე მისთვის ძალიან დამამშვიდებელი იყო. მშობელმა რა თქმა უნდა იცოდეს მის შვილს სად უწევს ყოფნა, რა განრიგია, თუნდაც საჭმელს რას მიირთმევს, დღის განრიგი როგორ არის დაყოფილი, რომელ მონაკვეთში რას აკეთებს ან ასე შემდეგ. ვიდეო თვალის არსებობაც რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკე პედაგოგებისთვის ალბათ თავის რომ აკონტროლონ, ცალკე ნახეთ, არა იმიტომ რომ თავი აკონტროლოს და უფრო შეკავებული იყოს. მე როგორც პედაგოგი შეიძლება გარკვეულ ჩანაწერს დავაკვირდე, ჩემ თავს დავაკვირდე, რას ვაკეთებ და ჩემი თავის
განვითარებაც კი ვთქვათ მაგით განვაპირობო რომ რაღაც ესე გავაკეთე არ მომეწონა მე სხვანაირად გავაკეთე საკუთარ თავზე დაკვირვებაც მნიშვნელოვანია შეიძლება ბავშვის ქცევაც ამოვიცნო იმ ვიდეოში რაღაც დავინახო რაც ისე ვერ შევამჩნიე მაგალითად მშობელს თავისთავად შეიძლება ჰქონდეს ეგ განცდა რომ მომენატრა ბავშვი ჩავხედე ვიდეო თვალში დავინახე რას აკეთებს შედარებით უკეთ ვგრძნობ შემდგომ თავს ამიტომ მე ისევ კომუნიკაციას ვუტრიალებ ნახეთ აი ეს კომუნიკაციის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ერთმანეთთან ჰქონდეთ კომუნიკაციას დასრულებს ბავშვთანაც ჰქონდეთ კომუნიკაცია ოღონდ ეს კომუნიკაცია არ იყოს ზედაპირული და უბრალოდ შეკითხვა დავსვი იმიტომ რომ ჩავთვალე რომ საჭიროა არ მინდა რომ იფიქრონ რომ უყურადღებო მშობელი ვარ მაგრამ არ მაინტერესებს ან ასე შემდეგ მაგრამ დავსვა მართლა ისეთი შეკითხვა რომელიც საინტერესოა რომელიც მართლა მინდა რომ ვიცოდე და რომელიც მართლა მაძლევს გარკვეულ ინფორმაციას და რომელიც მართლა შესაძლოა აღმოჩნდეს დამხმარე ხო იმიტომ რომ ნახეთ ბაღის ასაკში განსაკუთრებით აღმზრდელი მასწავლებელი არის ადამიანი რომელიც მთელ დროს ატარებს თქვენს შულთან შესაბამისად მასთან კონტაქტი და კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა იმის ვისთან არის ჩემი შვილი მთელი დღე და რას აკეთებს ვინ არის ძიძა სამზარეულოში რომ შედის იქ როგორი ადამიანები ხვდებიან საფერფარეშოში რომ მიდის იქ რა ხდება მაგალითად ან თუ არის დამლაგებელი როგორია ეს დამლაგებელი და ასე შემდეგ იმიტომ რომ ყველას მოდით ვიტყოდი დატრენინგება რეალურად ძალიან საჭიროა იმიტომ რომ ცალკე დამლაგებელმა შეიძლება რაღაც ფრაზა თქვას რომელიც მისთვის არაფერს ნიშნავს და ახსაზრდელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება და საფერფარეშოში აღარასდროს აღარ შევა ის მოსწავლე და იწყება სხვა რაღაცა პრობლემები ფიზიოლოგიურ დონეზე ამის გამო მაგალითად შეიძლება ძიძამ თქვას რამე ეგეთი მასწავლებელმა ან ვიღაცამ ვინც თქვათ იმ სივრცეში არის და თითქოს არაფერი მაგრამ უცბად აღმოჩნდება რომ რომელიღაც ინდივიდისთვის ეს იყო ძალიან სენსიტიური და მათ ზუსტად ეგ კომპონენტი შემოდის რომ ყველას განვითარება ინდივიდუალურია ყველა სხვადასხვანაირები ვართ აი ამ ჩვენი განვითარებიდან გამომდინარე და შესაძლოა რაღაცა რაც ჩემზე არ მოქმედებს და გავლენა არ აქვს თქვენთვის იყოს ძალიან სენსიტიური და პედაგოგიც მაგიტომ უნდა იყოს ათმაგად და ასმაგად ყურადღებით. რას იძახის, რას აკეთებს, როგორ იქცევა და ნებისმიერი პერსონალი, რომელიც შედის იმ ინსტიტუციაში, სადაც არიან ბავშვები. არ აქვს მნიშვნელობა ეგ არის ბაღი თუ სკოლა მაგალითად. დიახ. ყველა სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას აქვს თავისი ინდივიდუალური საადაპტაციო სისტემა, რომელსაც თავაზობს მშობელს. ნუ ცხადია თუ ესე ვთქვათ, არ არის ბოლომდე ღია კარი, მშობელს უფრო მეტი შეკითხვები უჩნდება, ვთქვათ, რაღაცები თუ დახურულია დრო ძალიან დავიწროვებულია და განსაზღვრულია, რომ 2 დღე უნდა მოხვიდე და მეტი არა, ან საერთოდ არ გიშვებს სივრცეში, ვთქვათ, ხო? არის მეორე ფაქტორი, როდესაც ვთქვათ, მშობელიც არ ღვევს რაღაც საზღვრებს და მეც მქონია ესეთი გამოცდილება, როდესაც მშობელი ინტენსიურად კონტაქტობს პედაგოგთან სამუშაო პროცესში, ხო და ითხოვს მისი შვილის შესახებ ყოველწამიერ ინფორმაციას და ესეც გასამიჯნია, რომ რაღაცნაირად ეს საზღვრები იყოს დაცული, რომ კი ბატონო, საუბარ გვაქვს, რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია, მაგრამ რაღაცა გარკვეულ დროს, თქვათ, დღის ამ მონაკვეთში კონკრეტულად აი ამ პერიოდში შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და არა ის, იმიტომ რომ ერთი ბავშვის გარდა კიდევ სხვა დანარჩენ ბავშვზეც მაქვს პასუხისმგებლობა და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი. ქედი თუ ხდება ესე, რომ თქვათ, აი გადის ადაპტაციას და თითქოს კარგად მიდის ყველაფერი და უცებ გვაქვს ესეთი ჩავარდნა და რეგრესი. აი ყოფილა შემთხვევა თითქოს კარგად დაიწყო ყველაფერი, მშობელიც ჩართულია და მე ამბობს რომ აი გავიდა 10 დღე, გავიდა 1 კვირა და უცებ ამბობს რომ აღარ მინდა. აი არის ესეთი მოცემულობა რომ თითქოს მობეზრდა იქ ყველაფერი და სახლი მაინც ყოველთვის სახლია. და იქ ყველაფერი ხელმისაწვდომია, ყოველთვის არ მიწევს რიგის დაცვა, დალოდება, გაზიარება, წართმეულის დაბრუნება, ანუ ეს მაინც ბევრად ჯობია იმ გარემოს. ბავშვის თვალით. კი ბატონო. მანდაც ისევ იმას დავუბრუნდები, რომ ნახეთ, მშობლებს ყოველთვის ვეუბნები თქვენ თვითონ ასწავლეთ ეს ყველაფერი სახლში, იმიტომ რომ თუ მე როგორც მშობელი ვუთმობ თამაშის დროს, იმიტომ რომ არ მინდა წააგოს. ან მაგალითად მე ვაკეთებ ყველაფერს, ნახეთ, გავიქცევი წყალს მივუტან და ამ დროს ვიცი რომ მას მოტორულად ყველანაირი უნარი აქვს რომ ეს თავად გააკეთოს. ხანდახან შესაძლოა რომ მივიდე და ვთქვათ, კი, ნამდვილად წყალიც მივუტანო და სხვა რაღაცები მის ნაცვლად გავაკეთო, მაგრამ როდესაც ეს არის ძალიან ხშირი და თითქმის ყოველდღიური და ყველაფერთან დაკავშირებული,
ბავშვისთვის ნახეთ რა ხდება, სახლის გარემო არის იდეალური, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემზეა მოწყობილი, მე გავდივარ გარეთ და უცბად ხვდები, რომ ყველაფერი საპირისპიროდ არის და იქ უკვე მე აღარ მაქვს იმდენი უნარი, რომ ამ ყველაფერთან გავიარო აი ეს ზუსტად ადაპტაცია. იმიტომ რომ მინდა რომ მასწავლებელმა მომიტანოს წყალი, მითხრას რომ ყველაზე კარგი ვარ, ვიღაცამ რაღაცა გამიკეთოს, ჩამეხუტოს, მითხრან რომ ყველაზე ლამაზი ვარ, ან ასე შემდეგ. ამიტომ როცა მშობელი მსგავს შეფასებაა ესეც ხო, ჩემს შულს თუ ვეუბნები რომ ყველაზე ლამაზი ხარ და საუკეთესო ხარ, შეფასებას ვაკეთებ ხო? ამგვარი შეფასებები არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ შესაძლოა თვით შეფასება ან არაადეკვატურად მაღალი გავხადო და აუცილებლად გარეთ როგორც კი გავა ბავშვი შეეჩეხება რაღაცას, სადაც დაენგრევა მთელი ეს ხედვა და მიხვდება რომ ესე არ ყოფილა, ან მეორეს მხრივ შეიძლება პირიქით ვთქვათ ნეგატიურ რაღაცებს ამბობდეს სულ მშობელი და თვით შეფასება თავისთავადაც ძალიან დაბალი ჰქონდეს სკოლის და ვთქვათ რაღაცა სხვა გარემოს გარეშეც და იქ რო გავა კიდე მით უმეტეს შეიძლება თუ ადაპტაცია გაუჭირდება ვერ შეძლოს ამ თვით შეფასების ადეკვატურობამდე მისვლა და მიყვანა. ამიტომ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ფაქტორი არის ისევ და ისევე რამდენად ბაღთან ერთად მაგალითად ზრუნავს მშობელიც იმაზე რომ მისი შვილი რაც შეიძლება ფუნქციური და ადაპტური იყოს, იმიტომ რომ როცა ყველაფერი სახლში კეთდება მისთვის, შემდგომ სხვა გარემოშიც იგივე მოთხოვნილება აქვს. აი სივრცეზეც რაც თქვენ გაგახსენდათ ხო, რომ სკოლა ძალიან დიდი იყო თითქოს და მე მიხვედით და თურმე არ ყოფილა ეგეთი. სანამ ბავშვი პატარაა, მაგალითად ვთქვათ 3 წლის და ჯერ არ დადის ბაღში, სახლი არის მისი სამყარო. გონია რომ ეს არის ყველაფერი, იმიტომ რომ აბსტრაქტული აზროვნება არ არის განვითარებული, არ შეუძლია იმის წარმოქმნა ამის იქით რა ხდება. განა ის რომ გვერდით კიდე სახლი არსებობს, იმის წარმოქმნაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის რომ სხვა ქვეყნებიც არსებობს და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ნახეთ ეს მოცემულობა არის ერთადერთი რაღაცა ჭეშმარიტება და უცბად სადღაც გადის და ხვდება რომ თურმე სხვა რაღაცეებიც ხდება. შესაბამისად აი ეს უნარები უკვე 3 წლის ასაკში ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, ნახეთ რომ გავერდი ვიღაც დავინახე, ვიღაც რაღაცა სხვანაირად აკეთებს, ვიღაც ათამაშოს მართმევს და შეიძლება ეს სახლში იყოს დედა, რომელიც იტყვის რომ მომეცი ახლა მე მინდა ამით თამაში და უბრალოდ როლურ რაღაცას აჩვენებს, როგორ შეიძლება პირობითად რაღაცა მოლაპარაკების ქონა იმისთვის რომ გავიყოთ რაღაცეები ან დაიცვას თავის თავი მაგალითად და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ შობლის ნაწილი იყოს ასევე თანმიმდევრული და შეთანხმებული, იმიტომ რომ ხანდახან ერთი მშობელი სხვა რაღაცას ფიქრობს და სხვანაირად იქცევა, მეორე მშობელი სხვანაირად იქცევა და ბავშვი არის აბსოლუტურად დაბნეული. იმიტომ რომ ვერ ხვდება რა გააკეთოს, რადგან სხვანაირი პირობები აქვს წაყენებული, წესი არ არის. კი ბატონო, ან სხვადასხვანაირ რაღაცებს ეუბნებიან და უკვე დაბნეული არ იცის რა გააკეთოს და შესაძლოა ადაპტაციაც გაუჭირდეს, რა თქმა უნდა. თქვენ რა მაგალითიც თქვით რომ 10 დღის შემდგომ, 1 თვის შემდგომ მობეზრდა თითქოს და აღარ უნდა იყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია დაინტერესდეს მშობელი რა ხდება. იმიტომ რომ შესაძლოა კარგად გავიარე თითქოს ადაპტაცია, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ვიღაცამ მოინდომა ჩემი ბულინგი და აი ამ რაღაცა ფაქტმა გამოიწვია ის რომ მე იქ წასვლა აღარ მინდა. ძალიან ხშირად ვამბობ და მშობლებს ვურჩევ ხოლმე იმას რომ დაფიქრდნენ იმაზე რომ დაზარება არ არსებობს ეგეთი ცნება რომ მე რაღაცა უბრალოდ დამეზარა და ზარმაცი ვარ. აღარ არის мотиваცია. ნახეთ მინდოდა მანამდე დავდიოდი мотиваცია მქონდა, მაინტერესებდა იქ რა ხდებოდა. ერთ დღეს ვთქვი რომ აღარ მაინტერესებს, დავიღალე, მეზარება, აღარ მინდა იქ წასვლა, რაღაცის გამო мотиваცია აღარ მაქვს. ანუ რაღაცა მიმოქმედა, რამაც ჩემი мотиваცია ჩააქრო და დემოტივაციიდან გამომდინარე მირჩევნია სახლში ვიჯდე, ტელევიზორს ვუყურო, პლანშეტი მქონდეს ან ტელეფონი ან რაღაც და იქ არ წავიდე და რაღაცებთან გამკლავება არ მიწევდეს. ამიტომ ნახეთ, სკოლა ხო ერთგვარი პასუხისმგებლობაა და მოსწავლისთვის პასუხისმგებლობა არის ის, რომ თავისი მოვალეობა იმ ინსტიტუციაში შეასრულოს, ხო, მაგალითად გაკვეთილი მოისმინოს, დავალება დაწეროს, სახლამდე მოიტანოს რაღაცა, რაც გამოატანეს, მაგალითად სახლიდან წაიღოს შემდგომ და ასე შემდეგ, ხო? თუ სახლშივე არ შეეჩვია პასუხისმგებლობას მოსწავლე, სკოლაშიც გაუჭირდება და ბაღშიც. ამიტომ ნახეთ, ხანდახან უკვირთ ხოლმე, მაგრამ
2 წლის ბავშვისთვის პასუხისმგებლობა არის ის, რომ თავისი სათამაშო იქ ჩადო, საიდანაც აიღო და არ დატოვა მოფანტული, როდესაც ძილის დრო მოვიდა. და ეს პასუხისმგებლობა თანდათან იზრდება. 13 წლის მოზარდისთვის ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს საკუთარი ტანსაცმლის დალაგება, ან სარეცხის მანქანამდე მიტანა, ან ასე შემდეგ. ამიტომ თანდათანობით განვითარებასთან ერთად იზრდება ეს ყველაფერი და რაც უფრო სახლში ზრუნავენ მშობლები ამ ყველაფერზე, ის ადაპტაციის უნარები ბევრად უფრო მეტი აქვს მერე მოსწავლეს და პრობლემად შედარებით უფრო ნაკლებია. თუ თითქოს გავიარეთ ადაპტაცია და მერე რაღაც მოხდა, მანდ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ჩაკითხვა, რა მოხდა და мотиваცია რამ გააქრო. შეიძლება ეგ იყოს ბულინგი, შეიძლება ეგ იყოს რამე ცუდი ისტორია, რაც თავს გადახდა, შეიძლება ეგ იყოს რამე ფრაზა, რომელიც პედაგოგმა თქვა და იმოქმედა ბავშვის თვითშეფასებაზე, საკუთარი თავის აღქმაზე. ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, ამიტომ მანდ უკვე მშობელმა უნდა დაიწყოს ძიება, რაშია საქმე. კეთილი. ცოტა გადავხტები ისევ იმ თემაზე, ბულინგი ახსენეს და არ შემიძლია არ დაგისვათ ამ ტიპის კითხვა. ხშირია და არაჯანსაღი გამოცდილება საქართველოში, მე ყოველ შემთხვევაში ესეთი გამოცდილებები ბევრჯერ მსმენია. როდესაც ბულინგის შემთხვევაში მსხვერპლი იცვლის სკოლას. არა ბულერი, არამედ მსხვერპლი იცვლის სკოლას. საკმაოდ სენსიტიური თემაა ეს და აი ამ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი იცვლის სკოლას, კიდევ უფრო რთულია ადაპტაცია იმ ახალ გარემოში, იმიტომ რომ მას მოყვება ის გამოცდილებები, მოყვება შიში, რომ იციან თუ არა ჩემს შესახებ, გავრცელდა თუ არა, ვინმე იცნობს თუ არა იმ ჩემს ყოფილ კლასელს. აი ამ პროცესში რა ადაპტაციის მექანიზმებია გასათვალისწინებელი, როგორც სკოლის, ისე მშობლის მხრიდან, რაზე უნდა კონცენტრირდნენ. ზოგჯერ არის, რომ მშობელი არც ამბობს იგივე მოტივებით, რომ არ აღმოჩნდეს ჩემი შვილი ისევ მსხვერპლი, რაღაცნაირად არ გაამახვილონ მასზე ყურადღება, არ აზიარებს ამ ინფორმაციას, რომ რა მოტივით შეიცვალა ბავშვმა სკოლა. მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ ნახეთ, თუ მოხდა ბულინგი ერთის მხრივ, რამდენად იმუშავეს ამ საკითხზე. შეიძლება სკოლა შევიცვალოთ, იმიტომ რომ არის გარკვეული საკითხები, მაგალითად, ვინც ახორციელებს ამ ბულინგს, მასთან მუშაობა ვერაფრით ვერ ხერხდება, მისი მშობელი არ გამოდის კონტაქტზე, ამ ბავშვთან სკოლა ვერაფერს ვერ შვება, ვერც ფსიქოლოგი, ვერც დამრიგებელი ან ასე შემდეგ და რაღაც თითქოს გამოუვალი მდგომარეობა. კომუნიკაციას მშობლებიც ვერ აწყობენ, რომ მათ შვილებთან რაღაცა მოაგვარონ, მაგალითად, ან ბევრი საკითხი შეიძლება იყოს. ვინც იყო მსხვერპლი ამ შემთხვევაში, რამდენად მოხდა მასთან მუშაობა, რამდენად მოხდა მისი მხარდაჭერა, რამდენად მოხდა მისი გაძლიერება, მაგალითად, იმიტომ რომ ვინც არის მსხვერპლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია მისი კონკრეტული უნარების წინ წამოწევა, გაძლიერება, თავდაცვის სწავლება, როგორ შეიძლება რომ მე თავი დავიცვა თუ ვიღაცა ისეთ რამეს აკეთებს, რაც არ მომწონს, ვის მივმართო, როგორ მივმართო მაგალითად და მხარდაჭერა ვისგან მოვითხოვო. თვითშეფასება ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ვიღაც მსხვერპლია, უბრალოდ სიტუაციას მოაცილეს, არც მუშაობა არ მოხდა და უცბად ახალ სივრცეში შევიდა, ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება დაზიანდეს მისი თვითშეფასება და საკუთარი თავის აღქმა. როგორი ვარ, რა შემიძლია, სხვა ადამიანები ჩემთან როგორ ინტერაქციას ამყარებენ, როგორ აღმიქვამენ სხვა ადამიანები. სხვათა შორის ხშირად შესაძლოა იმის სწავლება დასჭირდეს მოსწავლეს მოზარდს მაგალითად 10 წლიდან პირობითად რომ ვთქვათ ადამიანს რომ როგორ აღიქვამენ მას შესაძლოა იყოს დიდწილად დამოკიდებული მასვე მის თავზე და რეალურად საკუთარ თავზე შეიძლება სჭირდებოდეს ბევრი მუშაობა ხო რომ თუ მინდა რომ უფრო ძლიერს ხედავდნენ და აღიქვამდნენ როგორც ძლიერ ადამიანს მაშინ როგორ ვიარო, როგორ გამოვიყურებოდე, ან ასე შემდეგ. მეგობრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბულინგი ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მარტოა, უფრო ჩაკეტილია, იციან რომ მას დამცავი სისტემა, ასე ვთქვათ, არ ყავს გარშემო და მარტო ადამიანის დაჩაგვრა უფრო მარტივია, ვიდრე ვთქვათ 4-5 ადამიანის. ამიტომ როდესაც მსხვერპლს ახსენებთ ამ საკითხში, უკვე ბევრი ჰიპოთეზა მიჩნდება, ასე ვთქვათ, ხო, რომ ყავს თუ არა მეგობრები ამ ადამიანს, შეუძლია თუ არა რომ მეგობრები გაიჩინოს, აქვს თუ არა იმისი დარწმუნებულობა და თავდაჯერება, რომ მე ჩემი მეგობრები დამეხმარებიან თუ ეს დამჭირდება. არიან თუ არა ეს მეგობრები
იმდენად სანდო, რომ მათი იმედი მქონდეს, როცა რაღაცა გამიჭირდება მაგალითად. და ასე შემდეგ, ანუ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს და მანდ ვიტყვი, რომ შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მშობლების დამოკიდებულება. ვიღაც ეუბნება, რომ რაღაც გითხრეს, მიდი და შენ ჩაარტყი, ან რაღაცა უთხარი, ვიღაც ეუბნება, რომ არაფრის დიდებით ეს არ გააკეთო, იმიტომ რომ არ შეიძლება. და სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც ბავშვს ძალიან გულწრფელად გამოუხატავს, რომ იცით რა, დედამ მითხრა, რომ ხმა არ მოიღო, ეგ ძალიან ცუდი საქციელია და ამ დროს მე შიგნით აი ეს მემართება. რომ აი აქ რაღაც მაჭერს, ცუდად ვარ, მინდა რომ რაღაც გავაკეთო, წითლდები და თითქოს გარედან არის აკრძალვა, ხო, რომ ეს არ უნდა გააკეთო, მიუღებელია. ძალიან ხშირად არის ხოლმე. და იგნორე, ხმა არ მოიღო, გაჩერდება მაგალითად, ამას აღარ გააკეთებს. შესაბამისად, მანდაც აი ამ კონკრეტული ბავშვის და მსხვერპლის ეგრეთ წოდებული, როგორც ვახსენეთ, მხარდაჭერა და გაგება რეალურად რა მოხდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი ალბათობით თუ ბულინგი დაფიქსირდა, ძალიან კარგი და ერთ-ერთი ყველაზე დამხმარე შეიძლება იყოს ფსიქოთერაპია იმისთვის, რომ ეს ადამიანი გაძლიერდეს. და ახალ კლასში, რა თქმა უნდა, უკვე პედაგოგის ჩართულობაც, რომ თუ პედაგოგმა იცის, რომ ვიღაც მისი მოსწავლე არის უფრო მეტად ტენდენცია აქვს იმისკენ, რომ ვიღაცა დაჩაგროს, ცალკე მასთან ყურადღებით ყოფნა მაგალითად და ზოგადად მე ვთვლი, რომ კლასის დამრიგებლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, გარდა იმისა, რომ გარკვეული აკადემიური მასალა შესაძლოა უნდა ასწავლოს თავის მოსწავლეებს, ურთიერთობების სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად მithქვამს პედაგოგისთვის, მშობლისთვის გადადოს პედაგოგმა რაღაც გაკვეთილი გვერდით, იმიტომ რომ ამ მომენტში საჭიროა აი ამაზე საუბარი. სოციალიზაციაზე, ემოციებზე, ურთიერთობებზე, მეგობრობის ჩამოყალიბებაზე ზოგადად და ასე შემდეგ. ამიტომ სკოლაში ზოგადად არსებობს დამრიგებლის საათი, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვა მიზნებისთვის ხოლმე და ამ დროს ეს დამრიგებლის საათი უნდა ეთმობოდეს ზუსტად ამგვარ საკითხებს. და ეს არ უნდა იყოს, ნახეთ, რაღაცა მოხდა და დავიწყეთ ეს ურემი გადატრიალდა და გზა გამოჩნდა, არ უნდა იყოს, ანუ მანამდეც პრევენციის სახით უნდა ხდებოდეს ამ ყველაფერზე მუშაობა, ხო, იმიტომ რომ გავიგე ვიღაცას პრობლემა აქვს ამის და ამიტომ დამატებით ვიმუშაო, არ არის სწორი მიმართულება. ზოგადად არავინ არ ვართ დაცული არც ერთ ასაკში ბულინგისგან, ამიტომ ამ საკითხზე სკოლაში, ბაღში მუშაობა, იმიტომ რომ მოსწავლეებს გარკვეული უნარები დაასწავლოს დამრიგებელმა, ცალ-ცალკე პედაგოგებმაც, ან ფსიქოლოგმა და ასე შემდეგ პერსონალი, რომელიც არის ბავშვების მოსწავლეების ირგვლივ ვინც არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ ერთ-ერთი შეიძლება წამყვანი საკითხი, იმიტომ რომ ხშირად ესეთ დროს მშობელიც დიდ ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ სიტუაციურად იქ არ არის. მთელი დღე მიდის ბავშვი სადღაც რაღაცას აკეთებს, მშობელი ცალკეა, მოდის, მერე რაღაცები უკვე მომხდარია და მშობელი უკვე შემდგომ შეიძლება რომ იყოს მხარდამჭერი, მანამდე შეიძლება რაღაც მაგალითებს აძლევდეს და უხსნიდეს, მაგრამ იმ სიტუაციაში არის სკოლა. და იქ სიტუაციურად და კონტექსტურად უკვე სკოლამაც უნდა იმოქმედოს, რა თქმა უნდა. დიახ, და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რაღაცნაირად თავდაცვით მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე მშობელი და პედაგოგი და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის მანამდე არსებული კომუნიკაცია არ იყო გამართული. თქვენთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ დავწმუნდი კეთი იმაში, რომ თუ რამდენად ღირებული და რამდენად მნიშვნელოვანია როგორც მშობლის ისე პედაგოგის ფსიქოგანათლება და ამ ფსიქოგანათლების მუდმივობა. რომ თუ თქვათ საუბრობთ, რომ მუდმივად უნდა იყოს გაძლიერება ბავშვების ბულინგის პრევენციის ნაწილში, ეს პედაგოგებიც მუდმივად უნდა იღებდნენ ამ ტიპის მხარდაჭერას, ხო? შეჯამებისთვის რა რეკომენდაციას მივცემდით ადაპტაციის პროცესში მყოფი ბავშვების მშობლებს და პედაგოგებს? ალბათ პირველი არის ინფორმირება, რომ წინასწარ იცოდეს ბავშვი რისი მოლოდინი ჰქონდეს ბავშვს მაგალითად რა ელოდება წინ და სივრცე როგორია, გარემო როგორია, ადამიანი ვისთანაც კომუნიკაცია უწევს როგორია, თვითონ სტრუქტურა ბაღში რა ხდება, იმიტომ რომ 3 წლის ბავშვს ვუთხრათ ბაღში მიდიხარ, მან არ იცის იქ რა ხდება, ამიტომ ზუსტად იმ აქტივობების და იქ რა ხდება და სივრცე როგორია ამის ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ძალიან ხშირად შემთხვევები, რომ თავიდან ეშინია და შფოთავს ბავშვი და არ უნდა წასვლა, მაგრამ მერე აღმოაჩენს, რომ თურმე რა კარგი ყოფილა და სახლში წამოსვლა აღარ უნდა, იმიტომ რომ პედაგოგი კარგად ეთამაშება, აქტივობები კარგად არის დაგეგმილი, ურთიერთობები მოსწონს, მეგობრები გაიჩინა და ხვდება, რომ თურმე ეს ძალიან კარგი ყოფილა, ხო? ამიტომ
ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი ინფორმირება, მაქსიმალურად მხარდაჭერა სირთულეების შემთხვევაში, რომ რაღაცა არ გამოსდის, რაღაცა უჭირს, რაღაცაზე დაძაბულია, რაღაცაზე შფოთავს და ამ ხრივ მხარდამჭერი და გამგები იყოს მშობელი და ასევე მასწავლებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომუნიკაციის ნაწილი, რაც გითხარით, რომ არ ჩავთვალოთ, რომ 3 წლის ბავშვი პატარაა, რაღაცა არ ესმის, იმიტომ რომ ნებისმიერ ასაკში თუ კომუნიკაცია და კონტაქტი ნამდვილად შედგა ადამიანთან, არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკის არის, რამდენი თვის ან რამდენი წლის, კონტაქტით აუცილებლად ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, ამიტომ აი ეს კონტაქტი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობაში ის ნაწილი, რომ ემოციებზე რაც გესაუბრეთ, იყოს ღიაობა ამ ხრივ, რომ ბავშვს ჰქონდეს სივრცე და განცდა იმის, რომ მე თუ რაღაც გამიჭირდა, მივდივარ მშობელთან, ვსაუბრობ, მისმენენ, სივრცეს მაძლევენ იმისთვის, რომ ჩემი თავი გამოვხატო, შესაძლოა რამე რეკომენდაციასაც მაძლევენ, ან თავის რჩევას, ან თავის მაგალითს მიზიარებენ, რაც ასევე შესაძლოა დამხმარე აღმოჩნდეს და თავად სკოლას და მშობელს შორის, რა თქმა უნდა, ურთიერთობა საკმაოდ ღია და ასევე გულწრფელი და მნიშვნელოვანი, არაზედაპირული, სადაც მართლა გაიგებენ რაღაცა საჭიროებებს. როგორც მშობელი, ასევე ის სივრცე, სადაც მოსწავლე ფუნქციონირებს და დადის. თუ ამ ყველაფერს მივცემთ ბავშვებს, მათთან კომუნიკაცია არის ძალიან საინტერესო, სახალისო, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. მათი დამოკიდებულება, რომ ძალიან ცნობის მოყარეები არიან ყველაფრის მიმართ და ის, რომ საზღვრები ძალიან ცოტა აქვთ ჩვენთან შედარებით, იმიტომ რომ რაც უფრო ვიზრდებით, ბევრი ჩარჩო შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, ეგ ყველაფერი ქმნის ძალიან საინტერესოს მათთან ურთიერთობას და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ნებისმიერი 2 წლის, 3 წლის თუ უფრო დიდი მოსწავლის, ასე ვთქვათ, ბავშვი იქნება ეს თუ უკვე მოზარდი, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან, იმიტომ რომ ძალიან ღიები არიან, ძალიან თავისუფლები არიან. თავარია რომ ჩვენ ეს სივრცე მივცეთ და აი ამ სივრცის მიცემა და ნდობის ჩამოყალიბება არის ძალიან მნიშვნელოვანი. პედაგოგებსაც დაეხმარებათ ეს ჩემი აზრით და მშობლებს რა თქმა უნდა მით უმეტეს დაეხმარებათ. კეთი ძალიან რესურსული იყო ვფიქრობ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, იმიტომ რომ ვფიქრობ გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი აქცენტებზე ისაუბრეთ. სულ ბოლო შეკითხვა მაქვს ესეთი, თქვენ თქვით რომ ბევრი რამის სწავლა შეიძლება ბავშვებისგანა და პირადი შეკითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ როგორც დედამ, თქვენ როგორც სპეციალისტმა ერთი რამე რომ გამოყოთ, აი თქვენთვის ყველაზე ღირებული რაც ბავშვებისგან ისწავლეთ. გამიჭირდება ალბათ ძალიან, თუმცა ერთი რაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ მუდმივად არიან გულწრფელები. მაგალითად, მუშაობდი სკოლაში, მუშაობდი ბაღში, მქონდა სხვადასხვა გამოცდილება, ბავშვთა სახლშიც მუშაობდი და ბევრ სხვა ადგილას სხვადასხვა ასაკის სირთულის თუ განვითარების მქონე მოსწავლეებთან და ადამიანებთან და ერთი რაც ყოველთვის აღმომიჩენია, ეს არის მათი გულწრფელობა. უცბად შეუძლიათ ისეთი რაღაც გითხრან, რაზეც დასრული ადამიანი რა თქმა უნდა თავს შეიკავებს, არ იტყვის. ეს არ არის მაინც და მაინც რამე ცუდი ან ნეგატიური, შეიძლება იყოს ძალიან თბილი აღფრთოვანებაც ან თუნდაც რაღაც ძალიან სახალისო ან სასაცილო, მაგრამ მაგ დროს ძალიან საყვარლები არიან და მათი გულწრფელობა ძალიან ისეთია დასაფასებელია და სხვათა შორის ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რომ ეს უნარი ნეტა მეც არ დავკარგო და მთელი ცხოვრება მქონდეს და რაღაც არ გადაიზარდო სხვა რაღაცაში და ვთქვათ ეს თავშეკავება, ჩარჩოები, არაგულწრფელობა, დაფარული ან განზრახვა, ან ფიქრი ყოველთვის ძალიან ისეთი არის. ჩემთვის ძალიან რთულია ხოლმე ეგეთი მომენტები, ამიტომ სულ ვცდილობ, რომ აი ეს ცნობის მოყარეობა და გულწრფელობა რაც აქვთ ბავშვებს, მეც ჩემს თავში და ჩემს შინაგან ბავშვში რაღაცნაირად სულ შევინარჩუნო და სულ მქონდეს. ეგ არის უნიკალური რაღაც, რაც ვფიქრობ თუ ადამიანს დარჩა მთელი ცხოვრება, არის ძალიან ღირებული რამ. გეთანხმებით. უღრმესი მადლობა, კეთი. ძალიან დიდი მადლობა.